მოსახლეობის დაახლოებით 10% იბადება ჰომოსექსუალი და დანარჩენი არის სხვადასხვა ფსიქოლოგიური მიზეზები. ყველა ადამიანში ნახევარი ჩვენში არის დედა, ნახევარი მამა. შენ რო ლანძღავ ბავშვის ან დედას ან მამას, ის ფაქტურად თავის ნახევარს უარყოფს. ვიღაც 15 წლის ბავშვი რო იტყვის, რომ ჰომოსექსუალი ვარ, გეი ვარ, ან ლესბოსელი ვარ, არ შეიძლება იმას უთხრა, რომ შენ ადამიანი არ ხარ. ბისექსუალობის მიზეზი შეიძლება იყოს, რომ არჩევანის წინაშე აყენებენ მშობლები, დედა გიყვარს თუ მამა, ან თუ ცალ-ცალკე ცხოვრობენ, შენ ვისთან გინდა ცხოვრება, ჩემთან თუ იმასთან. არ შეიძლება ეს ბავშვის ფსიქიკა ამას ვერ იტევს, მას ასეთი არჩევანის გაკეთება არ შეუძლია. როცა შენ ვეღარ ეხმარები შენ თავს და იპოვე ერთადერთი რომ ჩაკეტე კარი, გვერდით სხვა კარიც არსებობს, მაინც არ მოგწონს შენი თავი, როცა სინდისთან მიდიხარ კომპრომისს. რა თქმა უნდა, ბოლოს მანდ მიხვალ ყველა აუცილებლად და მე ამას იხუჩებ ნარკოტიკით. ყველა ან დალევით, ან კაზინოში თამაშით. მაგას ჯობია აღიაროს, რომ არის გეი და კონდეს ურთიერთობა. მე შენ გიგებ, მე შენ გხედავ, მე შენ გენდობ. გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყვარე პოდკასტი. დღეს არის 9 საათი 4 შაბათი და რა თქმა უნდა მოგესალმებით პოდკასტ არეადან. სანამ საუბარს დავიწყებ და თემას წარვადგენ, გეტყვით რომ თქვენ იცით და ძალიან მადლობელი ვარ ამისთვის. ცოდნის მოყვარე პოდკასტის წარმდგენი არის 26 წლის გამოცდილების გერმანული ევროპული ბანკი, პროგრედიტ ბანკი და მადლობა მათ ასეთი მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის. დღეს რაზე ვისაუბრებთ? პატარა შესავალს გავაკეთებ, სანამ სტუმარს გაგაცნობ და თემასაც გეტყვით. ადამიანის ბუნება ჩვენ უკვე თითქმის 1 წელზე მეტია ვიცით რომ არის ამოუწურავი თემა და ამოცანებით არის სავსე, მაგრამ ალბათ ძალიან ცოტა ყოფილა ისეთი განხილვის საგანი და ისეთი ისტორიული დავის თუ არ ვიცი, ბევრი განხილვის თემა, როგორიც არის სექსუალური ორიენტაცია და ამის შესახებ ბევრი აზრი მოგვისმენია, ბევრი დავა მოგვისმენია და დღეს ჩვენ ვეცდებით რომ ეს საკითხი განვიხილოთ ფსიქოლოგიურ ჭრილში და ამისთვის ჩემი სტუმარი არის არაჩვეულებრივი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი და გამარჯობა. გამარჯობა. მიხარია რომ ხარ დღეს ჩემთან სტუმრად. დადგა ეს ნანატრი დღეს. მეც არ მიხარია. კი ბატონო და ჩვენ თქვენი რჩევით ვიტყვი მაყურებელსაც არ დავუმალავ ამ საკითხს. საუბრობთ ისეთ თემაზე, როგორც რომელიც თქვი, აი ასე ისე ყველანაირად არის განხილვის საგანი. ზოგისთვის საკმაოდ სენსიტიური თემა არის, ბევრთვის სტიგმა, ასე შემდეგ. ჩვენ ვეცდებით რომ დღეს განვიხილოთ ეს ფსიქოლოგიურ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ჩვენ ამ პოდკასტში გვისაუბრია ბიოლოგიური თვალსაზრისითაც. და მოდით პირდაპირ დავიწყოთ. პირდაპირ მოგცემთ კითხვას, რომ რას გულისხმობთ, როდესაც ჩვენ განვიხილავთ ჰომოსექსუალობას თუ ჰომოსექსუალიზმს, არ ვიცი სწორი ინტერპრეტაცია როგორ არის ამ სიტყვის, ფსიქოლოგიური ჭრილით. კი. ორი სიტყვით ვიტყვი, რომ რატო შემოგთავაზე ეს თემა, ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე შემოგთავაზე თემა, იმიტომ რომ წლების მანძილზე მე 23 წელია უკვე როგორც ფსიქოთერაპევტი ვმუშაობ, თითქმის ყველა თემაზე და ყველა ასაკთან და დამიგროვდა ძალიან დიდი გამოცდილება და დაგროვდა იმდენი შემთხვევა ჩემი პირადი პრაქტიკიდან. რომ ძალიან მინდოდა რომ ეს გამოცდილება ყოფილიყო, გამეზიარებია რომ ჩავთვალე რომ ეს ძალიან ბევრისთვის სასარგებლო იქნება და გარდა იმისა რომ მე ეს ჩავთვალე, უამრავი ადამიანი მშობლები, რომლებიც ძალიან მადლიერები არიან და მემადლიერებიან და ადამიანები მეუბნებოდნენ რომ ძალიან გთხოვ ეს თემა ჩაწერე და დადე YouTube-ზე. მე მინდოდა რომ მე ჩემი YouTube არხიც მაქვს თერაპიული ზღაპრების და იგავების, მე შემეძლო იქ დამედო, აი უბრალოდ დამჯდარიყავი, მელაპარაკა და ჩამეწერა და დამედო, მაგრამ ძალიან მინდოდა რომ პოდკასტის სახით ყოფილიყო. უფრო მეტი ადამიანი უყურებს და უფრო სასარგებლო იქნებოდა და სხვათა შორის ძალიან მინდოდა რომ შენთან ყოფილიყო და რომ დამირეკე, აი მართლა ძალიან გამიხარდა და შემოგთავაზა ეს თემა და სულ მეუნებოდნენ რომ აი ჩაწერე ეს ისეთი თემაა რომ ცოტა დაბნეულები არიან ახალგაზრდები რომ რაღაცა გაიგონ, იმიტომ რომ უფრო პროპაგანდა ამ თემის და არ არის ფსიქოლოგიური კუთხით გაშუქებული სიღრმისეულად და ყველას პირდებოდი რომ აუცილებლად გავაკეთებ ამას და ეს იმდენად დამიგროვდა ეხა ეს დაპირებები რომ ძალიან შემაწუხა რომ ამ ხალხს რომ პირდები ეს ხალხი მელოდება და რატო არ ვაკეთებ და აი მართლა დადგა ამის დრო
და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი პოდკასტი ძალიან ბევრი ადამიანისთვის მართლა სასარგებლო იქნება და ყველა თავისას აქედან აიხებს. აუცილებლად. ანუ ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ჰომოსექსუალიზმის ფსიქოლოგიურ მიზეზებზე, რა შეიძლება იყოს ეს, მე რო ვემზადებოდი დღევანდელი დღისთვის ჩამოვწერე და 14 სხვადასხვა ის გამომივიდა რაღაცა მიზეზი, რის გამოც შეიძლება ეს იყოს. სანამ თითოეულზე გადავალ და მე მიდევს ფურცლები, რომ რომელიმე არ გამომრჩეს, იმიტომ რომ მინდა რომ მოვასწროთ, რომ ყველას შევეხოთ. და სანამ პირდაპირ აი მიზეზებზე გადავალ, ორი სიტყვით ვიტყვი იმას, რომ მე მგონი ამაზე უკვე იმდენი საუბრობს, რომ ჩვენ აღარ გვინდა ამაზე დროის დაკარგვა, რომ ძალიან მოქმედებს ჩვენზე ჩვენი ბავშვობა და ბავშვობის ტრავმები და ეს ყველანაირი გამოცდილება, რასაც ბავშვობაში ვიღებთ და ეს როგორც პროგრამა, როგორც სცენარი იწერება ქვეცნობიერში, ისე რომ ჩვენ ვერც ვაცნობიერებთ ამას და აი ეს პროგრამა, რომელიც ჩაიწერა ქვეცნობიერში, შემდეგ რომ ვიზრდებით, 80-90%-ით განაპირობებს ჩვენს ქმედებებს, ჩვენს გადაწყვეტილებებს, ხო? და ეს ჯერ კიდევ ფროიდმა მეცნიერულად დაამტკიცა, რომ ნამდვილად ჩვენზე ძალიან დიდი დოზით მოქმედებს ქვეცნობიერი, სადღაც 5-10%-ია ცნობიერი, რომელიც ჩვენს ქმედებებს განაპირობებს. ძალიან მიყვარს ერთი აფრიკული ანდაზა და მინდა აქაც ვთქვა, გენიალური ანდაზა, რომ თუ სოფელშიო, ბავშვსო, გაზრდისასო, დააკლდა სითბო და სიყვარულიო, რომ გაიზრდებაო ეს ბავშვიო, იმ სოფელს გადაწვავს, რომ გათფესო. აი პირველად ეს რო წავიკითხე, რასაც დამაში რეალობ დელტანში, რომ იმდენად გენიალურად არის გადმოცემული, ხო? და ანდაზებში ხო საუკუნეების სიბრძნეა და საოცრება. და მე კიდე ეს მინდა ვთქვა, ეს არის იაპონელი პოეტი ენე ნოგუტი. გენიალური პოეტია, მე შეგიძლიათ გაეცნოთ და მას აქვს ეს საოცარი სიტყვები. ეს ბავშვობის ტრავმებს არ ეხება, მაგრამ გეტყვით რას ეხება. მე ვუსმენ ჩიტების გალობასო, არა მათი ხმების გამო, არამედ იმიტომ, ისინი რომ დაასრულებენ გალობასო და მერე სიჩუმე რო დგებაო, აი ამ სიჩუმისთვის უსმენო. საოცარი სიტყვები, ეხა მე პარალელი მინდა აქედან გავავლო, რასთან ნახეთ, ჩვენ უფრო ვართ ორიენტირებული გალობაზე, გარეთ ვართ ძალიან. და რაღაც აღძრავს, ხო, გარედან რაღაცა მოდის, ხო? იმას მიუყვებით, მაგრამ აი ის ძალიან საინტერესო ამ გალობის მერე რო სიჩუმეა, იქ რა ხდება? მან ერთ შემოვიდან მაგალითს, ვინც იოგას აპრაქტიკებს, მათთვის ძალიან ცნობილი იქნება ეგ, რომ ბოლოს როცა ამთავრებ ამ შენს პრაქტიკას, რაღაც ასანების პრაქტიკას, ბოლოს წვევი პოზაში, ასანაში, რომელშიც უბრალოდ წევხარ, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ასანა, იმიტომ რომ მაგ დროს აბა რამდენი ხანი შეძლებ რომ აი მანდ იყო რა. იმიტომ რომ ეგ გახლართული შეიძლება გინდოდეს რაღაცა დავაპრაქტიკებ. ხა მაგარი ვარ ეფიქრე, მაგრამ აი რო წევხარ, მანდ რა ხდება? მანდ რა ხდება? კი, შენ ვიცი რომ დიდი ხანია აპრაქტიკებ ამას და ძალიან კაი მაგალითი იყო. აი გადასარევი ზუსტად ამას ეხმიანებოდა და ზუსტად მე ჩვენი მაყურებელი მინდა ამ სივრცეში შემოვიპატიჟო, სადაც შეიძლება გავჩერდეთ და რაღაცებზე დავფიქრდეთ და ჩვენს ქვეცნობიერს აქვს ესეთი თვისება, რომ ჩვენ თუ სწორ შეკითხვას, საჭირო დროს დაუსვამთ ჩვენ თავს, აუცილებლად ჩვენი ქვეცნობიერი ჩვენ გვპასუხობს. უბრალოდ ვერ მიდის ადამიანი იქამდე, ისეთ გარემოშია, ცოდნა არ აქვს, რაღაცა უფრო პროპაგანდაა და იმის ზეგავლენის ქვეშ არის. ეს ყოველთვის ესე იყო, ჩვეულებრივი ამბავია და თითქოს ვერ მიდის იქამდე, რომ აი სწორი შეკითხვები დასვას საკუთარ თავთან და მერე მიიღოს ქვეცნობიერიდან პასუხი. ეხლა ფსიქოთერაპიის დროსაც ზუსტად ამაში ვეხმარებით ადამიანს, მე უფრო ტრანსული თერაპიით ვმუშაობ, ერიქსონის ჰიპნოზით და იქ ზუსტად ეს ველია, სადაც თავის ნამდვილ მეს, თავის ქვეცნობიერს ტრანსულ მდგომარეობაში ეკონტაქტება ადამიანი და იღებს ამ პასუხებს. ოღონდ უნდა მოვიდეს შეკითხვით, ამაშია საქმე, ხო? და მერე პასუხები ნამდვილად მოდის. და აი მე ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ერთი ადამიანი მაინც ჩვენი პოდკასტის შედეგად აი ამ შეკითხვას დასვამს, რომ მე ასეთი დავიბადე, თუ მე რაღაც ფსიქოლოგიურმა ფაქტორებმა, თუ ტრავმებმა იმოქმედა, ხო? ნუ მე რაც ვნახე, ესე ამბობენ, რომ მოსახლეობის დაახლოებით 10% იბადება ასეთი,
ჰომოსექსუალი და დანარჩენი არის სხვადასხვა ფსიქოლოგიური მიზეზები და მე რა მაგალითებსაც მოვიყვან ძირითადად ჩემი პრაქტიკიდან იქნება ან კოლეგისგან მოსმენილი ან წაკითხული ან ნასწავლი და აბსოლუტურად დაფუძნებული რეალურ ფაქტებს. ყველაფერს. პირველი, ესე იგი, რასაც ამბობენ, რომ ყველაზე დიდი პროცენტი აი ამ ფაქტორებში, ყველაზე დიდი პროცენტი არის ბავშვის საკუთარი სქესის მშობელთან ურთიერთობა, თუ ბიჭია მამასთან, გოგონა დედასთან. როდესაც არის დეფიციტი ამ ურთიერთობაში, ან საერთოდ გარდაიცვალა, ვთქვათ, მშობელი და არ არსებობს, ან გაეყარა და ფიზიკურად არ არსებობს, ხო, ან არის მშობელი, მაგრამ არანაირი ემოციური კავშირი შულთან არ აქვს, ვთქვათ, ან ნარკომანია და თავის პრობლემებშია, თუ ალკოჰოლიზმი, თუ ასე შემდეგ, ხო, და აბსოლუტურად არ აქვს არანაირი ემოციური კავშირი ბავშვთან. საოცარი ჩნდება ბავშვი დეფიციტი, იმიტომ რომ ბავშვს ორივე ჭირდება, დედაც და მამაც, ის ენერგიაც და თუ ერთ-ერთთან, ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ, მე გადავალთ საპირისპირო სქესის მშობელთან, თავისი სქესის მშობელთან, ყველაზე დიდი პროცენტულად ეს იწვევს ამ ფსიქოლოგიური ფაქტორი, ამ ჰომოსექსუალიზმს, თუ არ აქვსო და ეს დეფიციტიაო, მე უკვე რომ იზრდება ეს ბავშვი და შედის უკვე ამ გარდატეხის ასაკში და უკვე ყალიბდება სქესობრივად, გონია რომ ესეთია და ის რაც ვთქვათ ბიჭია და ვთქვათ მამისგან დააკლდა, შეიძლება აი დაამყაროს ესეთი ურთიერთობა სხვა ბიჭთან და ეგონოს რომ ესეთია, მაგრამ ქვეცნობიერად ის იმ დეფიციტს ივსებს, რაც ხო, დააკლდა. იგივე დედის. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია კიდეს აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ჩანაცვლება თუ მოხდა, ამისგან დაზღვეულია ბავშვი. მაგალითად გაეყარენ ან გარდაიცვალა მამა და არის ბაბუა, არის ბიძა, ვთქვათ ფეხბურთზე დადის და ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს თავის ტრენერთან. ასეთი მაგალითებიც მქონია პრაქტიკაში, რომ აი მშობელს უთქვამს, რომ აი ამ ფეხბურთის თუ რაგბის თუ კალათბურთის ტრენერმა მამა შეუცვალა ამ ბავშვს. ის ყველაფერი რაც მამისთვის უნდა ეთქვა, ეუბნებოდა, ის არიგებდა და რაღაცა აი საოცარი ის ენერგია მიიღო და არის ესეთი მაგალითები. ხშირი არ არის, მაგრამ არის. ზოგს უთქვამს, რომ აი მოძღვარმა ჩაანაცვლა და ყველაფერი რაც მამისგან უნდა მიიღო და ლოცავდა იმ მოძღვარს, ეს რო არ ყოფილიყო, უბრალოდ არ ვიცი როგორ უნდა გამეზარდაო. და ძალიან ხშირად არის, რომ ფიზიკურად ბაბუაც არ არის, რატომღაც გარდაცვლილია, არც ბიძა არ არსებობს, ამ დედას არც ძმა ყავს არავინ და არიან ძირითადად ზრდიან დედა და ბებია. ქალები. და თუ კიდე ამას დაემატა რომ ამ ბავშვს დაყავს, ანუ სამი ქალია უკვე და ნუ საოცარი დეფიციტია ის რაც უნდა მიიღოს მამაკაცური ენერგიის, ესე შეგვიძლია რომ ვთქვათ, ხო, რაც უნდა მიიღოს მამისგან. რა უნდა მიიღოს, ამას მე ცოტა ქვემოთ გავშლი, დედისგან რას იღებს, მამისგან რას იღებს და ხო, და შემდეგ აი ხდება ესეთი. ეს ჩანაცვლებაც, ნუ იგივე გოგონა, ნუ უფრო ხშირია, რა თქმა უნდა, მამის დეფიციტი, იმიტომ რომ რო ეყრება ოჯახი, უფრო დედასთან ყოველ უფრო კი არა, ნუ დედასთან შეება. 99% დედასთან არიან ბავშვები და უკვე დედა აკეთებს ამ ყველაფერს და ზრუნავს ამაზე. სხვათა შორის მე მინახავს და ჩემთანაც მოსულან ეგეთი მშობლები, რომ აი ბიძა რო ყავს, თქვა ძმა ყავს ამ დედას და შეიძლება ის ძმა მაინდა-მაინც მოწადინებული არ არის, რომ ამ თავის დიშვილს მიხედოს, იმიტომ რომ ვერ აცნობიერებს ამის საჭიროებას და იმდენი უქნია ამ დედას, რომ აი მამასავით ჩართო, ხო? რა რო ჩართო მე ის ისეთ ეშხში შევიდა, რომ უკვე ესე იგი კარგად არის საქმე. თავისი სურვილით. ხო, აი დედას ყველაფერი შეუძლია საერთოდ, დედამ თუ მოინდომა, აი ყველაფერი შეუძლია. ხო, აი ესეც ნუ გოგონებთანაც რა თქმა უნდა, თუ ვთქვათ გარდაიცვალა დედა და ბებია ხშირად არის და ჩაანაცვლებს ხოლმე დედას ბებია ხო არსებობს კი. დეიდა, მამიდა. კი, ეს გოგონებთან ცოტა უფრო მარტივად არის საქმე, იმიტომ რომ ხო ხშირად არის კიდე აი გოგონების შემთხვევაში, მეც მქონია ჩემი პირადი პრაქტიკიდან, რომ გოგონას დედა მეორეჯერ გაეყარა ქმარს, მეორედ დაქორწინდა და ბავშვი დატოვა ბებიასთან. ნუ იქ არ იყო სიტუაცია, რომ წაეყვანა და სულ დედიც დეფიციტი ჰქონდა და ძალიან ჰქონდა. ვერანაირად იმ ბებიამ ეს ვერ ჩაანაცვლა რა. ყოველთვის ჩანაცვლებაც ალბათ არ ხდება, ხო. და იშვიათად ხედავდა დედას. იქ მერე შვილები გაჩნდნენ და პატარებს ხომ მიხედვა უნდა და ეს ზუსტად ისეთ ასაკში იყო რომ ისა და ჩემთან რო იყო მოსული ყავდა გოგო პარტნიორი თავისზე გაცილებით უფროსი
აი გაცილებით. დედა იპოვა. იპოვა. ხო და მე ჩვენ რომ დავიწყეთ ამ ყველაფერზე მუშაობა, მე არ მithქვამს, თვითონ მითხრა რომ ეს ხო დედა ჩემიაო და ჩავანაცვლეო და აბსოლუტურად აი ეს გაცნობიერება საკმარისი იყო, რომ გაიხედა ბიჭებისკენ. ჩვეულებრივად. ხო. აი ძალიან მარტივად. იმხელა ის მოხდა. ხო და ოღონდ აქ ხო გამორიცხულია ფსიქოთერაპიის დროს რომ ან რჩევა მიცე რაღაცა ანჭყუა და არიგო ამას ხო არაფერს ეს არც არის ფსიქოთერაპია და ისედაც აზრი არ აქვს უბრალოდ თავის თავთან აკონტაქტები იმ თავის ნამდვილ მესთან ხო ის რაც ჩვენში მართლა მარადიულია ნამდვილი და თვითობას რასაც ეძახის ხო იუნგიდან ხო ეს რაც შეეხება აი როცა გვაკლია ჩვენი სქესის მშობელთან ეს დეფიციტია ამისი და ემოციური კავშირი არ არის და ეს ყველაფერი გვაკლია. ეხა მეორე ამის შემდეგ მოდის უკვე მიზეზი ესეთი რომ საპირისპირო სქესის მშობლისგან, როდესაც მოდის ძალიან მკაცრი დესპოტური ტირანული მოქცევა, აი მაგალითად გოგონაა და ის საშინლად ტირანულად ექცევა მამა, ქამრით ცემს, კეტავს ოთახში, არსად არ უშვებს საერთოდ მისი არანაირი სურვილი გათვალისწინებული არ არის. საერთოდ ადამიანად არ თulis და ეუბნება რომ მე როგორც მინდა ისე და აი, საშინელი სიტუაცია მსხვერპლის როლშია. შეიძლება მოხდეს რომ ისე ჩაკეტოს, იმიტომ რომ მთელი მამაკაცების სამყარო პირველი არის მამა, ხო? ქალების სამყარო დედა. ხო, შენ ცხოვრებაში შემოდის. ხო, რა თქმა უნდა, ხო და თუ ეს მოხდა და ჩაგებეჭდა რომ და ნახეთ ადამიანს ახასიათებს რა სტრესის განზოგადება ერთ კონკრეტულ ნეგატიურ გამოცდილებას ეს ყველა ადამიანს ახასიათებს აზოგადებს და ამბობს რომ ყველა ესეთია თქვათ თუ სიტყვაზე ვთქვათ ქალი მოატყუა კაცმა შეიძლება ის ისე დაისტრესოს რომ განაზოგადოს ის ერთი ყველა კაცი ცუდია ყველა კაცი ნაგავია ხო ყველა კაცი მატყუა რა თქმა უნდა სისულელე მაგრამ იმას ესე ჯერა ხო ანუ ეს სტრესის განზოგადებისკენაც ყველა ადამიანი მიდრეკილია ამიტომ ყოველი სტრესის მერე ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ და რაღაცა დავარქვათ სახელები ხო ყველა და შეიძლება მოხდეს ისეთი რაღაცა რომ საერთოდ ეს მამაკაცის თემა ჩაკეტოს იმიტომ რომ ესეთია ყველა კაცი შემოვა ესა განზოგადდა ეს ყველაფერი და თუ ჩაკეტა მამაკაცის თემა დარჩა ქალი ხო იგივე ბიჭები თუ დედა არის საშინლად ესე იგი დესპოტი და ტირანი და ფიზიკურადაც ხშირად ეხებიან ხოლმე და საერთოდ ამცირებს ამ ბიჭს და ესე იგი კაცის იმას მასში არაფერს არ ტოვებს ის ხო კაცად უნდა გაიზარდოს როგორ შეიძლება რომ ის გატეხო ხო ის ბავშვობიდან იმის კვეცნობიერში უკვე ჩაიწერა რომ ის გატეხეს ის კაცად როგორ ჩამოყალიბდება და დედა რომ მუდმივად ამცირებს რომ რას გავხარ და რა და ისა და შენ ესეთო და არაფერი ისა და საშინელება ხო აი აბსოლუტურად შეიძლება ხელითაც კი შეეხოს და არც ერთ საკითხში აღიარებული არ არის და პირიქით არის აი შხამიანი ნარცისები იქცევიან ესე რომ აი ყველაზე ისეთ მტკივნეულ იმას რომ გეუბნებიან რომ აი ესეთი ხარ და შენ არაფერი არ გეშვი შენ საერთოდ ვინ ახარ და მე რო არ ყავდე შენ რა გეშველებოდა და აი მიწასთან გასწორება ხო რომ შხამავ ადამიანს ხო აქ ძალიან დიდი შანსია რომ საერთოდ ქალების თემა ჩაიკეტოს რომ არ მინდა თუ ეს არის ქალი მე არ მინდა ელემენტარული თავდაცვა ფსიქიკა მიდის რომ დაიცვას ოღონდ სტრესს აზოგადებს ხო და ამ ტრავმის ზემოქმედების ქვეშ არის და ჩაკეტავს და თუ ახლა ქალის თემა ჩაიკეტა ბიჭის ცხოვრებაში დარჩა კაცი ძალიან ისეთი. ეს რა თქმა უნდა ყოველთვის არ ხდება, შეიძლება შესაძლებელია ეს მიზეზი. ყველაზე მეტი მიზეზი როგორც ამბობენ არის ეს შენი სქესის მშობლისგან რომ დაკაკლდა ეს სიტყვა, სიტყვასი აღიარება, მერე მოდის ეს. ეხა აი შემდეგი მიზეზიც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია. აი ძალიან და ამას ცოტა გავშლი, იმიტომ რომ უნდა კარგად გავარკვიოთ აქ რაშია საქმე. ეს არის მომენტი, როდესაც ერთი მშობელი ლანძღავს მეორეს და არაძლევს შვილს საშუალებას და უფლებას, საშუალებას კი არა, უფლებას, რომ ის მეორე შეიყვაროს. ეხლა ნახეთ რა ხდება ამ დროს. ესეც ძალიან საინტერესოა. ძალიან საინტერესოა. მარია, ხა ეგრეც მომიშვენა და გაშლას ეს ხო იცი რა ხშირია. ამიტომ არის ძალიან საინტერესო, რომ ფაქტობრივად ყველა მეორე ოჯახში თუ არა მეხუთე ოჯახში ეგ არის. ჯერ სანამ ამას გავშლი, უნდა ითქვას ის, რომ ყველა ადამიანში ნახევარი ჩვენში არის დედა, ნახევარი მამა.
შენ რო არ აქვს მნიშვნელობა ლანძღავ იმ ბავშვის ან დედას ან მამას, ის ფაქტურად თავის ნახევარს უარყოფს. თავის თავში უკვე ვეღარ აქვს, ხო, ის საშინელ მდგომარეობაში გადადის. აი ამას ყველაფერს თავი დავანებოთ და ვერ იღებს უკვე თავის თავს, ხო? მთლიანად. და ეხლა ნახეთ რა ხდება. დედა რას გვაძლევს ჩვენ? სითბო, სიყვარული, კვება, უსაფრთხოება, გადარჩენა, აღიარება, უპირობო მიღება, ეს არის დედა და თან თავიდან რო იბადება ბავშვი, ყველა ბავშვისთვის თავარი ჯერ არის დედა. ხო? და ეს ყველაფერი გაქვს დედისგან, ხო? მამა ძალიან ერთადერთია მამა, რომელიც პირდაპირ ეხმარება ბავშვს დედასთან სეპარაციაში. და აუცილებელია დედასთან სეპარაცია, შვილი თვითონ ამას ვერ ახერხებს და მამის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის ეს, რომ ეხმარება დედასთან სეპარაციაში და დედა როგორც წარმოუჩენს სამყაროს, აი სამყარო როგორი ამას დედისგან იგებს ბავშვი, იმიტომ რომ იმას აქ შეხდება ეს და იმას აქ სულ დედასთან არ არის და მთავარი უსაფრთხოება და მიმღელობა და რამდენად ენდობით სამყაროს, აი როგორია სამყარო ამას დედისგან იგებს. და მამა როგორია ამასაც დედისგან იგებს. იმიტომ რომ სამყაროს ნაწილი მამაც არის, ხო? და ნახე, თუ ბიჭია, აი ცალ-ცალკე რო განვიხილოთ ეს თემები, ბიჭის და გოგოსი, ნახე რა ხდება. აი ძალიან გვეხმარება ამ დროს მეტაფორა. მე ძალიან მიყვარს მეტაფორები, იმიტომ კარგად ხსნის ყველაფერს. აი მდინარის მეტაფორა რო ავიღოთ. ძალიან კარგი შედარება. მდინარის ერთ ნაპირას ქალები არიან, მეორე ნაპირას კაცები. ერთ ნაპირას არის დედა, მდინარის მეორე ნაპირას მამა. როდესაც ეს ხდება სეპარაცია და თუ არის ბიჭი, იმან აუცილებლად სქესთან იდენტიფიკაცია უნდა გააკეთოს მამის საშუალებით. ისე ბიჭი ვერ გააკეთებს, მამა ჭირდება, რომ გააკეთოს სქესთან გოგონას ჭირდება დედა, რომ თავის სქესთან რომ გააცნობიეროს. რომ მე მისნაირი ვარ, რომ ის ქალია, მეც ქალი ვარ. ხო, ჩემი, ანუ მშობელი ეხმარება სქესთან იდენტიფიკაციაში, ბიჭს მამა, გოგონას დედა. და ეხლა ნახე რა ხდება, ეს სეპარაციის დროს თუ ბიჭია, წამოიყვანა დედისგან მამამ, გადაიყვანა მდინარის მეორე ნაპირას, სადაც კაცები არიან, ის კაცების ნაპირია, სადაც უნდა მოხდეს, ამანაც უნდა გააცნობიეროს, რომ კაცია და თავის სქესთან იდენტიფიკაცია. მაგრამ დედა ისე ლანძღავს მამას, ისეთი სიტყვებით და ისე აძულებს ამ შვილს, რომ ეს ვერ იღებს თავის თავს. ვერ ნახებს სქესთან იდენტიფიკაცია, რას ნიშნავს? კაცების ბანაკში უნდა დარჩეს, იმიტომ რომ ის კაცია და მთელი ცხოვრება კაცი უნდა იყოს. ვერ აძლევს თავის თავს უფლებას, რომ ეს მამა შეიყვაროს. იმიტომ რომ ეშინია, რომ იმას დაკარგავს, რაც დედას აღარ ეყვარება, ანუ დედისგან სითბოს, აღიარებას, უპირობო მიღებას, სიყვარულს ვეღარ მიიღებს, იმიტომ რომ დედა ამას არ აპატიებს, რომ ამან ის შეიყვარა. ვერ ბედავს, ეშინია. უბრალოდ აი თავდაცვის ისა აქვს, რომ კარგავს იმ უსაფრთხოებას და სიყვარულს, ამიტომ რომ არ აძლევს თავის თავს ამის უფლებას. მე ხო ნახე, იქ რო უნდა დარჩეს, ვერ რჩება, იმიტომ რომ ამის უფლება არ აქვს, რომ შეიყვაროს და ბრუნდება უკან დედას. და აღარ იცის ეს. ვეღარ გაიგო. ეს რა ასაკზეა ხა საუბარი რა? ეს ბევრ ასაკში შეიძლება მოხდეს, სხვადასხვა ასაკში და ინდივიდუალურიც არის, მაგრამ სადღაც 5 წლიდან უკვე სქესის იწყება უკვე, სადღაც 5 წლიდან რა. ხო, მიხვედრა. ხო, რა თქმა უნდა. რა არის სქესი? კი. ეხლა ნახე ქალების შემთხვევაში. თუ თქვა დედა წასულია და მამა ზრდის სიტყვაზე ბავშვს, გოგონას, ხო? და საშინლად ლანძღავს ამ დედას, რომ შენ დედა მიგატოვა, ესეთია, ისეთია, საშინელება, ხო? ამან იცის, რომ დედა არ უნდა შეიყვაროს, არა აქვს ამის უფლება. და ვერ რჩება იმ მეორე ნაპირზე, სადაც ქალები არიან და უნდა გააკეთოს ეს სქესთან იდენტიფიკაცია, იმიტომ რომ ეშინია მამის რისხვის. იქ თუ ბიჭს ეშინია, რომ სიყვარულს აღარ მიიღებს, აქ უფრო რისხვის, იმიტომ კაცისგან უფრო ხო. არა, ოღონდ ეს არ იყოს და არ უნდა და იბნევა ფსიქიკა. იმიტომ რომ ეს ბუნებრივია, ეს ჩვენ ეხა რაზეც ვლაპარაკობთ, ეს ბუნებრივად ჩადებული ადამიანში. ადამიანს ჭირდება დედაც, მამაც, ეს სითბოც, ეს სიყვარული, ეს ურთიერთობა, ეს ბუნებრივია. როცა ეს ბუნებრივი რიტმი ირღვევა, მე ხდება ეს ფსიქიკაში ესეთი რაღაც შეცდომები ამ ტრამვების და ამის ყველაფრის შედეგად, ხო? და დაიბნა ბავშვი. ეს ერთ-ერთი მიზეზი, რომ
საგანგებოდ თქვათ, რომ არავითარ შემთხვევაში, აი როგორიც არ უნდა იყოს დედა, როგორიც არ უნდა იყოს мама, არავითარ შემთხვევაში სალანძღავი სიტყვა, არათუ სალანძღავი, რომ აი ცუდი არც ერთხელ არ უნდა უთხრათ ბავშვს, მთელი სამყარო თავზე ენგრევა. ხო, აქ კითხვას დავსვავ. კი. ბარემ ამ ბოლო დროს გავიგე რაღაც ისტორია და მინდა რომ მაგაში ჩავმოვდეთ რა. მამა იყო ნარკომანი. კი. ოღონდ ისეთი რომ აი შეუძლებელი იყო მასთან ურთიერთობა და ასე შემდეგ. და დაინგრა ოჯახი. ოჯახი ხო დაინგრა და დედა მიიღო გადაწყვეტილება რომ ბავშვებს არ ანახებდა მამას, ანახებდა რაღაც კონკრეტული გარკვეული დროის განმავლობაში, შეიძლება იყოს საათი, საათნახევარი, რაღაცა და ისიც უნდა ეს მამაკაცი ყოფილიყო ფხიზელი, ასე შემდეგ გადაჭრა, მაგრამ მამაკაცმა ეს პირობა ვერ შეასრულა. ის ფაქტობრივად არასდროს არ იყო ფხიზელი და დედამ გადაწყვიტა რომ ბავშვები საერთოდ არ ენახებინა მამის. ეს შეცდომაა და გეტყვი. ხო, აი ამ შემთხვევაში ძალიან ამაზე მქონდა სხვადასხვა საუბრობდით ამ თემაზე და ბოლომდე აი ჩამოყალიბებული პასუხი მე ჩემთავთან არ მაქვს, იმიტომ რომ რა ჯობია ბავშვმა ნახოს მამა, რომელიც არის ასე მდგომარეობაში, იმიტომ რომ ეგ შეიძლება სხვა ფსიქოლოგიურ პრობლემებში წავიდეს კიდე თუ საერთოდ არ ნახოს. და თქვა ჩანაცვლება წამოვიდეს ბაბუით, ან ვიღაცით, არ ვიცი, აი როგორ ხდება მაგ. გეტყვი. როცა მამა ფიზიკურად არსებობს, აუცილებლად უნდა ნახოს. და ცოტა მოხერხებული და გონიერი დედები ამას ახერხებენ ისე, რომ თუნდაც ის ვერ ახერხებს, რომ ფხიზელი იყოს, თვითონ დედა წაყვება, ან ბებია წაყვება, რომ აუცილებლად უნდა ნახოს მამა. აუცილებელია. სულ აკრძალვა ამისი. აი, ფაქტიურად, აი, ჩეხავ ბავშვს რა. ხო. აჩეხავ იმ ნახევარს და არა გვაქვს ჩვენ ამის უფლება. მან არის მთავარი საზრისი. ნახე, კი ის ცუდ მაგალითს ხედავს, რომ ვთქვათ, მამა ფხიზელი არ არის და ბიჭისთვის განსაკუთრებით, ხო ეს ძალიან დამაზიანებელია, მაგრამ თავარი მაინც დედაა, თავარი. თავარი არის დედა რას აზრისდებს ამაში. რას ეუბნება დედა მამაზე. თუ დედა ეუბნება, რომ როცა ჩვენ შეგვიყვარდა ერთმანეთი, მე და მამას, ის იყო ძალიან თბილი, ძალიან მზრუნველი. ის ჩვენ ორივე ველოდებოდით ჩვენს გაჩენას და უკვე გვიყვარდი, იმასაც უყვარდი და მე ჩვენ სანამ გაჩნდებოდი. შენი გაჩენა დღესასწაული იყო. ჩვენ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი, მე დღესაც პატივს ვცემ ადამიანს, მაგრამ მოუვიდა ესეთი რაღაც, რომ გახდა რაღაცაზე დამოკიდებული. ეს ძალიან სამწუხაროა. ეს ხდება მოზდით ეს ადამიანებს და რატომღაც მოხდა ესე, რომ მამას ეს დაემართა. 5 წლის ბავშვი იგებს თავის ენაზე. ხო. თავის ენაზე. და ეუბნები რომ მამაშენს ძალიან კარგი გული აქვს და მამაშენის გულში შენ ეტევი თლიანად. ისე უყვარხარ და შენ გათფობს ეს გული და გმოსავს და გიცავს და სადაც არ უნდა იყო იცოდე რომ ყველგან დაგიცავს. აი ასე რო ნახავს უკვე იმ არაფხიზელ მამას. იქ აღარ აქვს მნიშვნელობა ის ფხიზელია თუ არა. მაინც მიიღებს იმ მამისგან რაც ბავშვმა უნდა მიიღოს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ სულ არ ნახოს. ეს საშინელი ტრავმაა, საშინელი. და თქვენ ახლა მოყევით რომ აი თქვათ როცა ერთმანეთი შეუყვარდა წყვილს, მაშინ პირობითად კაცი იყო ფხიზელი და არაფერს არ მოიხმარდა. კი. მაგრამ თუ არ იყო ეგრე, მაგას შეიძლება მე უშვებ და პირდაპირ ვეუნები ხოლმე რომ მოატყუეთ ბავშვი. შესაძლებელია. კი, გარკვეულ შემთხვევაში ხდება კონკრეტულად აქ არა, მაგრამ არის ისეთი შემთხვევები, რომ არ უნდა უთხრა ბავშვს სიმართლე, იმიტომ რომ ის სწორი საზრისი უნდა მისცე, რომ ის გადარჩეს. ეხლა იმ ბავშვის გადარჩენაზეა თემა. რა დროს ტყუილდამართლის გარჩევაა, ხო? მაგრამ იმან ხო სადღაც ქვესნობიერად არ იცის იმ ბავშვმა რა იყო. კი, ეგეთ დონეზე რა თქმა უნდა ენერგეტიკულად ეხლა ყველაფერი ვიცით და თუნდაც კოლექტიური არაცნობიერი არსებობს, მაგრამ იმ მომენტში კი ბატონო, მაგრამ იმ მომენტში არის რაღაც პრიორიტეტები. და ეს იმდენად პრიორიტეტია, რომ შეიძლება ესეც უთხრა. მე მაგალითად მომისმენია დედებისგან, რომ აი ვიგონებო, უთქვამთ და აი აღფრთოვანებული ვიყავ, ვიგონებ რაღაც ისტორიებს, რომ რა გმირობა ჩაიდინა მამამისმა იქ ვიღაცას დაეხმარა. არ იყო ეს არაფერიო. მაგრამ ბავშვო ეამაყებაო, ბიჭიაო, აბა რა ვქნაო, ის უთხრაო, რომ ნარკომანიაო. და ვიგონებ რომ აი იქ ვიღაცა რომ მეზობელს როგორ დაეხმარა, იქ რაღაცა გააკეთა, თუნდაც დედამისი როგორ უყვარს, რომ მაგალითი კონდეს, რომ დედა უნდა გიყვარდეს თუ არ ვიცი, ბევრი რაღაც. ხო, ეს მე ამას ვამართლე. ხო, მე კიდე ცოტა თემას ვუხავთ, მაგრამ მე ამ პოდკასტში ესე ვსაუბრობთ ხოლმე და კიდე აი ნახეთ, ეს ბავშვი რო გაიზრდება. კი. და მივა რაღაც ასაკში, როცა სიმართლეს გაიგებს. როცა გაიგებს, რომ მამამისი გმირი არ ყოფილა, მამამისი ერთი ჩვეულებრივი, არ ვიცი,
ცუდად მომხმარებელი იყო, მოდი ესე ვთქვათ რა, ნარკომანი, სიტყვა არ ვახდე, მომხმარებელი იყო. აი ის და ეხლა რომ წარმოვიდგენ, რომ მე ვარ ის ბავშვი, რომელიც გავიგე, რომ მამაჩემი არ ყოფილა გმირი და მთელი ეს ჩემი ინგრევა, იმსხრევა, დედას გაბრაზებული ვარ, მამას გაბრაზებული, ხო, თამყაროზე როგორ მომატყუეს, ხო? კი, მაგრამ ნახე რა შესაქმე, ორი ბოროტებიდან ყოველთვის ვირჩევთ ნაკლებ ბოროტებას რა. აი ჩემი აზრით ის ნაკლები ბოროტება, იმიტომ რომ იქ უნდა გადარჩეს ბავშვი, თუნდაც იმ ფსიქოლოგიურ ჰომოსექსუალიზმს, ფსიქოლოგიურს, რომ რაღაცა არ მოხდეს მის ფსიქიკაში და მერე უკვე ფსიქიკა როცა უკვე ჩამოყალიბებულია, ხო, ეს რაღაცა გავლილია რაღაც ასაკები, ცოტა სხვა თემაა და როცა გადარჩენაზეა საუბარი, გამართლებულია, იმიტომ რომ ისიც ბოროტებაა ტყვილი და ესეც, მაგრამ ჩემი აზრით ის ნაკლები ბოროტება და ყოველთვის უნდა ავირჩიოთ ნაკლები, მეტი რატო უნდა ავირჩიოთ, ხო? მე ასეთი აზრი მაქვს. ხო, ალბათ. ანუ ყოველთვის კონტექსტიდან ყოველი კონკრეტული შემთხვევა არის ცალკე განსახილველი. ესეთი რეცეპტები არანაირი ეგეთი რეცეპტი. ყოველი კონკრეტული შემთხვევა გამომდინარე ბავშვის ფსიქოტიპიდან, გამომდინარე ბავშვის ტემპერამენტიდან, იმ გარემოდან, ყველაფრიდან, იმ გენეტიკიდან, იმ წინაპრ ყველაფერი ერთად არის, ხო ბავშვი? აი ამას ყველაფერს ვითვალისწინებთ და ყოველი კონკრეტული შემთხვევა ცალკეა განსახილველი. ხო, რა თქმა უნდა. ხო, ერთ ამიტომ ბავშვი ხო არის, ვერ ვიტყვით, ხო, რომ ესა. კი ბატონო, ეხლა შემდეგი თემა არის ესეთი, რომ ხშირად არის, რომ არ უნდათ იმ სქესის ბავშვი რომ დაიბადოს. ოჯახში უნდათ ბიჭი, ან უნდათ გოგო უკვე სამი ბიჭი ყავთ და გოგო უნდათ, ან სულ გოგოები ყავთ და ეხა მეოთხე მაინც. ბიჭი, ძალიან ხშირი ისიც არის, რომ აბორტს იკეთებენ და უბრალოდ ვერ ჩდება ის ბავშვი, ეს საერთოდ. გოგოზე როცა არის. გოგოზე ძალიან ხშირად. გოგოზე რომ ბიჭზე ეხა გამორიცხულია. გოგოზე რა თქმა უნდა. მაგრამ ერთი ბევრჯერ შევეხეთ მაგ თემას და ერთ აქვე ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან გაბრაზდა მაყურებელი ამაზე, რომ როდის არის ესე და რაღაცა არ ვიცი სად ცხოვრობს ეს ხალხი, ვინც მაგას იზრდება. ძალიან ხშირია. მაგრამ ამასთანავე აი ჩემ თაობაში, ჩემზე ქვემოთ კიდე თაობაში ეს ტენდენცია, უნდა ვთქვათ, რომ შეცვლილია ყოველ შემთხვევაში დიდ ქალაქებში, მაინც ცოლბურებში არ ვიცი რა ხდება, შეიძლება იდენტური არის დღემდე და ისევ მარტო ბიჭზე არის ორიენტაცია, მაგრამ გოგო ეხლა ისეთივე სასურველია, როგორც ბიჭი. კი, ეს უნდა ვთქვათ, კი, ეს უნდა ვთქვათ, კი, ნამდვილად. და ვთქვათ, დაიბადა გოგო და მამას ძალიან უნდოდა ბიჭი და ზრდის ბიჭივით. აცმევს ბიჭის, ან დაყავს ფეხბურთზე, ატარებს, არა მარტო დაყავს და აყურებიებს, არამედ ათამაშებს ფეხბურთს და დაყავს ფეხბურთზე და ასე შემდეგ ძალიან ბევრ რაღაცას. და ნუ დედა არ თulis რა მოხდა ეხა კაცს რაღაცა თავისი ის აქვს და ნუ თუ ეს მას გაახარებს, ნუ რა მოხდა? არ არის ეს. არ არის ძალიან განსაკუთრებით 7 წლამდე, აი 7 წლამდე ბავშვი ჩათვალე, რომ არის მთლიანად ქვეცნობიერი. მას ჯერ არ აქვს ცნობიერი ფილტრი ჩამოყალიბება. ვერ ფილტრავს ინფორმაციას. პირდაპირ იწერება ქვეცნობიერში. განსაკუთრებით 7 წლამდე არის ძალიან საყურადღებო რა. ყოველი სიტყვა, რასაც ვამბობთ, სიტუაცია, სადაც ის არის. შეიძლება ჩვენ არ უთხრათ, მაგრამ თვითონ უთხრას ბავშვმა თავის თავს, რომ მე თუ ასეთი ვიქნები, უფრო მიმიღებენ და წავააქეთ რა. ხო, რატომაც არა, ხო? იმიტომ რომ ასეც იღებს მამა, როცა ის ფეხბურთს თამაშობს და ბიჭურათაცვია და იგინება. საყვარელი. და გინებას ასწავლიან ხოლმე გოგოებს. კი. ხო და ნუ ეს ყველაფერს ვამბობ, რაც იგი დაყრდნობით პრაქტიკაზე. ძირითადად ასე რომ ან პირიქით დაიბადა ბიჭი და დედას ძალიან უნდოდა გოგო და აცმევს კაბებს, ესეთიც მინახავს. რაღაცა ბაფთებს უკეთებ, თმებს პირველი არის, რომ თმები არ ჭრის, რომ გრძელი თმა რომ იქ მე რაღაც დაუმაგროს. კი, იცი რამდენი შემთხვევაა. და რაღაცა ისეთი მეებს ყიდულობს ფერებსაც, რაღაცა აი რომ თავისი ეს სურვილი, რომ აი გოგო გამოპრანჭოს, ხო ეს ძალიან დიდი სუდა იკმაყოფილებს, ხო? მაგრამ ეს როგორ აისახება ახლა ბიჭის ფსიქიკაზე? ხო? შეიძლება თოჯინაც კი უყიდოს. არ არის გამორიცხული. კი, არა, იქ თოჯინებს. ხო და ნუ ახლა. ხო და ინსტინქტით ნახე მოდი მას თოჯინაზე გამახსენდა. ახლა ეგეც ვთქვათ, რომ ინსტინქტით არქეტიპულად კაცის მთავარი არქეტიპი არის გმირი, მებრძოლი, მეომარი. ქალი ინსტინქტით, ანუ არქეტიპულად არის დედა, ანუ მზრუნველი. შეიძლება შვილი არ ყავდეს, მაგრამ არქეტიპულად დედა, ის არის მზრუნველი, ქმნის, ხო? აი, ეგ კიდე საჩანს ხოლმე ეზოში რომ თამაშობენ ბავშვები, სუპატარები. გოგონები უფრო სახლობანას,
თოჯინას დააძინებენ, ჩააცმევენ, აჭმევენ, რაღაცა, ხო? და ბიჭები უფრო მომბანას, იმიტომ რომ ის არქეტიპი, ხა ის ხო ვერაცნობიერებს ბავშვი რასაცნობ, მაგრამ რაც არის, ხო, ის ჩადებული, ის ჩანს. ეხა ეზოში ისე იშვიათად ჩადიან ბავშვები, მაგრამ როცა თამაშობენ. ხო. მაგრამ მაგ შემთხვევაში ახლა მაგალითად მაქვს ერთი კითხვა. მაგ შემთხვევაში ხო შეიძლება რომ რავი ახლა მე მაგალითად ფეხბურთის თამაში მიყვარდა. კი, მაგას გეტყვი. ხო, ან ჩვეულებრივი ამბავი იყო და პირიქით რატო არ შეიძლება რომ თქვათ ბიჭმა გამოიჩინოს ისეთი თამაშის უნარი, სადაც ზრუნველობა არის და თქვათ ააჯინოს თოჯინა და ჩვეულებრივი ჰეტეროსექსუალი. ხშირად არის რომ გოგოები თხოვენ ხოლმე რომ მოდი შენ მამა იყავი, სახლობანას თამაშობ და მამა გვჭირდება. როგორც წესი უარსაც ამბობენ ბიჭებმა რა, თუ თამაშობენ, ეს ძალიან კარგია. პატარა ასაკში როლური თამაშები, იმიტომ რომ რეპეტიციას გადიან და აუცილებელიც არის ეს როლური და იქ იმობანა, დედობანა, მამობანა, იქ მაღაზიის გამყიდველობანა თუ რაღაცა ყველანაირი როლური თამაში არის აუცილებელი და კი ბატონო, ეგ შეიძლება და იმ როლსაც იმ თამაშში ჩვენივრად მამის როლს თამაშობენ და მამის სტრატეგიებს იქ ყველაფერი როდან უყურო, ყველაფერს მიხვდები მამა როგორ იქცევა სახში, ხო? კი ბატონო, მაგრამ აქ ნახე რაზეა ლაპარაკი, რომ შენგან რო ხედავს ბავშვი რომ შენ ეს ძალიან გინდა. გესმის და უკვე იმას უჩნდება რომ აი თუ ესეთი ხარ, გოგო ხარ, მაგრამ აი ესეთი ხარ, მაშინ უფრო გიღებს მამა. ანუ უპირობოდ კი არ გიღებს. აქ უპირობო სიყვარულზეა ლაპარაკი. და მშობელის მთავარი ფუნქცია ეგ არის რომ ისეთი მიგიღოს როგორიც ხარ და არა მარტო მიგიღოს, უნდა ეს გითხრას რომ მე შენ ისეთი მიყვარხარ როგორიც ხარ და აი შენ რო გაჩდი დღესასწაულია ჩვენი ოჯახში დღესასწაულია, იმიტომ რომ შენ გაჩდი ზუსტად ესეთი როგორიც ხარ და მე ზუსტად ასეთი შვილი მინდოდა და აქ ესე არ არის, ხო? და ეს უპირობო მიღება რო არ არის, იქ უკვე მიდის რაღაც პათოლოგია. თორე ის რა თქმა უნდა შეიძლება, კი, როგორ არა. ოღონდ ეს რაღაცა სხვა თემაა, ხო? ხო, თავისუფლად, კი ბატონო. ხო, ესეც შევეხეთ. აი შემდეგი კიდე ბისექსუალობის მიზეზი შეიძლება იყოს ასეთი რამ, რომ ნახე, ბისექსუალიზმი არის, როდესაც ორივე სქესის ადამიანი ხიბლავს. ხო, ორივესთან აქვს ურთიერთობა და შეუძლია და ეს მისთვის ნორმაა, კი ბატონო. და ნახე, შეიძლება ამის მიზეზი რა იყოს, რომ ესეც ძალიან ხშირია, რომ არჩევანის წინაშე აყენებენ მშობლები, რომ აი დედა გიყვარს თუ მამა, ან თუ ცალ-ცალკე ცხოვრობენ, შენ ვისთან გინდა ცხოვრება, ჩემთან თუ იმასთან. არ შეიძლება ეს ბავშვის ფსიქიკა ამას ვერ იტევს, მას ასეთი არჩევანის გაკეთება არ შეუძლია. და ყველაზე პოპულარული კითხვა იყო მე დედა უფრო გიყვარს თუ ჩემი რა დედა გიყვარს. ეს არის ისეთი, აი არ ვიცი, დესტრუქცია ჩვეულებრივი დესტრუქცია და თან ამას აკეთებენ ისე რომ საერთოდ ვერ იაზრებენ როგორ ასახიჩრებენ ბავშვის ფსიქიკას. აი საერთოდ ვერა და პირდაპირ არჩევანის წინაშე აყენებენ რომ აი შენ ახლა თქვი აბა გიყვარს მამა თუ ის რაღაცა. აი როცა ცალ-ცალკეც არიან რომ შენ ვისთან გინდა ცხოვრება, შენ ვის გინდა რომ ის რატო არის ბავშვისთვის, რატო ვერ იტევს აი იმიტომ რომ ორივე უნდა და ორივე უყვარს უპირობოდ. ორივე უნდა და ორივე უყვარს, როგორიც არ უნდა იყოს დედა და როგორიც არ უნდა იყოს მამა, თუ ეხლა ძალიან პათოლოგი არ არის და უბრალოდ გაქცევა უნდა სახლიდან და უბრალოდ რომ გადარჩეს ფიზიკურად. ეგეთებიც ხო არის რომ ისე წემენ რომ კლავენ წემაში. ხო? კი, ნუ და ფსიქოლოგიურად ზალადობენ. ნუ რა თქმა უნდა, ხო, მაგრამ ბუნებრივად რაც ჩვენთვის ბუნებრივია, გიყვარს ორივე. ისეთი როგორიც არის და გჭირდება ძალიან ორივე და საერთოდ ესეთი დაყენება საკითხის, ნუ აი აბსოლუტურად გამორიცხულია. ეს ჩვენი ბუნებისთვის მიუღებელია ბავშვისთვის განსაკუთრებით, ხო? და აი ამანაც, რა თქმა უნდა, მე ესე იგი შინაგანი კონფლიქტი ჩნდება, ამას ბავშვი რო იხლიჩება ამას შორის, რაშიც არ უნდა მოაქციო უბრალოდ ასეთ შინაგან კონფლიქტში. იხლიჩება ამას შორის, მერე ეს ფიქსირდება, ვერ იღებს გადაწყვეტილებებს, ვერ არკვევს და იმასაც ირჩევს და იმასაც. და ეს აისახება მერე უკვე ამ თუ მე ვამბობ დედას და მიყვარს და მამაც მიყვარს, ამ შემთხვევაში ორივეს ხო ვირჩევ. რა თქმა უნდა ორივეს ირჩევ, მაგრამ ნახე აქ რაშია საქმე, რომ ის დააყენეს ამ შეუქმნეს ეს შინაგანი კონფლიქტი და მან რო ეს კონფლიქტი ვერ გადარჭრა, ხო
რო გაიზარდა, მერეც ვერ გადაჭრა და ორივეს კესთან აქვს ურთიერთობა. გასაგები. იქ ხო ვერ გადაიჭრა, შეუძლებელია ეგ ვერ გადაჭრის ამას ბავშვი. ეს ბავშვს არ შეუძლია. ამიტომ არ უნდა ჩააყენო უბრალოდ ამ სიტუაციაში მარტივი წესი. არ უნდა კითხვა. მარტივი წესი, არა მარტო კითხვაზე არ არის აქ. მარტო კითხვაზე არ არის, აქ ძალიან ღრმად მიდიან ხოლმე, რომ აი ეხლა ჩვენ რო გავეყარეთ თქვი შენ ვინ უფრო გიყვარს, ან ვისთან იცხოვრებ, ან საერთოდ, მთელი თემებია რა. და ის ამას ვერ გააკეთებს და არ უნდა უბრალოდ მარტივად არ ვაყენებთ ამ მდგომარეობაში. ეს არის ხელშეუხებელი თემა, ხო? ხო, ესეც აი შეიძლება ეს იყოს. ეხლა ძალიან კარგად მინდა გავშალო გარდატეხის ასაკის თავისებურებები და აი ეს ასაკი როგორ მე ამ თემაზე როგორ აისახება და აქედან გამომდინარე რა შეიძლება მოხდეს ამ მიმართულებით. ითვლება და მართლა ესეა, რომ ყველაზე რთული ასაკი ადამიანის ცხოვრებაში ეს არის ეს გარდატეხის ასაკი, რომელიც იწყება სადღაც გოგონებთან ცოტა უფრო ადრე 11 წლიდან, ბიჭებთან სადღაც 12 წლიდან და გრძელდება 24-25 წლამდე, აი ეს რო ყალიბდება ეს რაც ხდება ეს ცვლილებები და ეს 24-25 წლამდე, უფრო რთული პერიოდი უფრო 20 წლამდეა, მაგრამ გრძელდება ესე. ეს გარდატეხის ასაკს ფსიქოლოგები ყოფენ 3 ეტაპად. და აი ამ თითოეულ ეტაპზე რო განვიხილოთ, რა შეიძლება მოხდეს და აი რა შეიძლება ამან გამოიწვიოს, ნახე პირველი ეტაპი. პირველ ეტაპს, როცა იწყება ეს ასაკი, ეძახიან პროტესტის ეტაპს. რატო ეძახიან? იმიტომ რომ ყველაფერს აპროტესტებს ბავშვი. აი უცბად იზრდება, უცბად ესე იგი ერთი ფეხი ბავშვობაში აქვს, მაგრამ მეორე ფეხი დიდობაში, უკვე რაღაცა ეწყება. რა თქმა უნდა, ამ ასაკში სეპარაცია სრულად უნდა მოხდეს და აუპირიქით მშობელი უნდა დაეხმაროს, რომ ეს ჯანსაღი სეპარირება მოხდეს, მაგრამ ის ამასაც არაჯანსაღად იწყებს ამ სეპარაციას, რო თქვენ რა გესმით, თქვენ არაფერი არ იცით, ავტორიტეტი მშობელი აღარ არის, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ავტორიტეტი ხდება ან თანატოლი, ან მომღერალი, ან მსახიობი, ან რაღაც შოუ ბიზნესის წარმომადგენელი, ან ვიღაცა ესეთი, ან შენი თანატოლი, რას გეუბნება და სპეციალურად, ესე იგი, მშობლის ჯინაზე აკეთებს, აი პროტესტის გამო, იმიტომ რომ ეს მოთხოვნილება აქვს, რომ ყველაფერი უნდა დაანგრიოს, აი ყველაფერი, რა ღირებულებები, ფასეულობებიც მისცა მშობელმა, ყველაფერს ნაგავში ყრის. აი თუ იცის, რომ ვთქვათ, მშობელს არ უყვარს რაღაცნაირი როკი, ზუსტად იმას მოусმეს ჯინაზე, ხმამაღლა. შეიძლება თვითონ დიდაც არ ცემონ, მაგრამ აი ჯინაზე უნდა გააპროტესტოს. იცის, რომ მშობელს არ უნდა, რომ ამან მწვანედ შეიღებოს თმები, აი აუცილებლად შეიღებოს. მწვანედ. ხო, აუცილებლად. თქვათ, იცის, რომ ესეთი ტანსაცმელი რაღაცნაირი მშობელს აი მარტო იმას ჩაიცმევს. ხო, და საერთოდ არ უკვირდება თვითონ მართლა რა უნდა, იმიტომ რომ ეს არის პროტესტის ისა, ხო? ასაკი და ამ ასაკში ძალიან დიდი ავტორიტეტი არის თანატოლი. ძალიან დიდი ავტორიტეტი და ეს ვიღაც მსახიობი, მისი შვილი, ვიღაც მომღერალი, მისი ცხოვრება და იოლია ამ დროს, რომ რახან ის ხდება ავტორიტეტი, იქიდან რაღაცა პირდაპირ გადმოიღოს, ხო? აი ცნობილი შემთხვევა ეს ანჯელინა ჯოლის ქალიშვილი, თავიდან თქვა რომ ეს რაღაც ბიჭი ვარო, მე რაღაცა პერიოდში გაარკვია რომ და დაბრუნდა ისევ და კაბით გამოეცხადა საზოგადოებას და თქვა რომ არა გოგო ვარო და მე სხვა შორის მისმა ფსიქოლოგმა თქვა რომ ეხლაო საბოლოოდ გაარკვია რომ გოგო და აი ის სანამ ის მე ეს დაიწერა და წაკითხულიც მაქვს რომ სანამ ის ამბობდა რომ ბიჭი ვარო ძალიან ბევრმა თინეიჯერმა მიბაძა. ძალიან და მე რომ დაბრუნდა, ასევე ძალიან ბევრმა თინეიჯერმა მიბაძა და თქვა რომ არა კაცო. ძალიან აი ეს პირდაპირ ისა. ეს ძალიან საინტერესო მიმართულებაა ჩემთვის. კი. თუ გინდა დავსვლა და მე დავსვა მაგაზე კითხვას, იმიტომ რომ აი ბევრჯერ მიფიქრია და ბევრჯერ მიდისკუსია ადამიანებთან მაგასთან მიმართებით, რომ სხვას რო უყურებ შენს რაღაც. აი ამ ასაკში ეგ თავისუფლად შეიძლება, როცა იცით რატო აი მე მაგალითად მესმის რომ ინდივიდუალური შემთხვევები არსებობს, მესმის რომ მე შეიძლება ინდივიდუალური შემთხვევა ვარ, რა თქმა უნდა, ყველაფერი ინდივიდუალური. მაგრამ აი ცოტათი მაინც ჩემთვის, იმიტომ რომ მე ფსიქოლოგი არ ვარ და შეიძლება ეგრე ხმად არ მესმის ადამიანის ფსიქიკა, ჩემთვის მაინც ცოტა გაუგებარია, როგორ შეიძლება მე რაღაც არ მინდოდეს, თუნდაც გარდატეხის ასაკში და სხვას რო დავინახავ, იმის გამო რამე გავაკეთო.
ნახე, ანუ რამის ბოდიში გადავყიდე, რამის გაკეთება ზეც არ არის აქ საქმე. აქ უფრო დიდ რაღაცას ვეხებით. რამის გაკეთება შეიძლება თმის შეღება იყოს და მწვანე კეტების შეცვლა, რომელიც გაუხდელად მეცვა და ბოლოს აი ძიროძრებოდა მაშინ მიხდიდი ხომ მართლა ოყონთ რა დედაჩემ მიყრიდა ბოლოს უკვე უბრალოდ სირცხვილია მიცე რომ ეგ იყო კი იმიტომ რომ ვიღაც როკ ბენდსმენდი რომელსაც ისეთი გახეული კეტები ჩაულებრივი ოკეი მაგრამ აქ ვეხებით ხალი ვარ თუ კაცი ვარ ამას და კი მაგრამ აი რო შევხედავ რომ ვიღაცამ აი ესე გადაწყვიტა რომ გააკეთა მე რა უნდა მოხდეს ჩემში რომ მეცები აი ხე გეტყვი მან რა მექანიზმი მუშაობს ორი მექანიზმი მუშაობს ერთი ის რომ გარდატეხის ასაკში ფიზიოლოგიურად აი სხეული თხოვს მოზარდს მძაფრ შთაბეჭდილებებს და თუ ეს მძაფრი შთაბეჭდილების მოთხოვნილება არ დაიკმაყოფილა ჯანსაღი გზით იქ სპორტით რაღაც ხელოვნების რაღაც დარგზე სიარულით რაღაც მიღწევებით ხო მაშინ ყოველთვის იპოვის რომ ეს მძაფრი შთაბეჭდილება რაღაც არაჯანსაღი გზით დაიკმაყოფილოს იქ პლანს მოწევს სიგარეტს მოწევს ძირითადად ნარკომანები მაგასაკში იწყებენ ხო იმიტომ რომ საოცარი მოთხოვნა ეს ჰორმონალური აფეთქებაა სხეულში რომ სქესობრივად რო ყალიბდება ხო აი ეს საოცარი ის არის მძაფრი შთაბეჭდილებების მოთხოვნილება და ეგეც ერთ-ერთი მძაფრი შთაბეჭდილება ოღონდ არაჯანსაღი გზით წავიდა ხო ყოველთვის იპოვის მაგას ეს ერთი მიზეზი რომ რაღაცა აი არაჯანსაღი გზით შეიძლება ეს და დაიკმაყოფილა რაღაცა ესეთი მძაფრი ხო და მეორე კიდე არის ის რომ რაც წეღან თქვი რომ იმდენად აღარ არის ავტორიტეტი მშობელი და იმდენად დიდი ავტორიტეტი ხდება ვიღაც ვარსკვლავი სახიობია თუ მომღერალი თუ ასე შემდეგ ხო რომ გინდა ძალიან რომ იმას დაემსგავსო ან იმას შვილს გინდა რომ რაღაცა მიკუთვნებულობა გქონდეს იმ სამყაროსთან და აი საოცარი სურვილი ჩდება გარეგნულათაც ისე ჩაიცვამს ზუსტად იმ ტატუს გაიკეთებს ზუსტად ისე გადაიპარსავს თავს ზუსტად აი ყველაფერი საოცარი ის არის და ესეც არის გარკვეულწილად იმ მძაფრი შთაბეჭდილების რაღაცა ამ გზით დაკმაყოფილება და ამაში შეიძლება ნუ ის ხო ჯერ არ არის შემოყალიბებული ფსიქიკა ჯერ ყალიბდება კი არის ღირებულებები მაგრამ ისეთი მკაცრი არ არის ეს მკაცრი მეთქი მყარი ბოდიში ისეთი მყარი ჯერ არ არის მე უფრო უნდა გამყარდეს ხო ეს ყველაფერი და თავისუფლად შეიძლება მოხდეს და ამიტომ ასევე თავისუფლად იცვლება ხო მე როცა ეს არ არის მართლა ისეთი ადამიანი რომელიც დაიბადა ასეთი ამას არ ვეხებით ხო ვიღაცა დაიბადა ეს სხვა თემა ჩვენ მხოლოდ ფსიქოლოგიურ კი მე ხო უბრალოდ აი კარგად მინდა გავანალიზო ალბათ მაყურებელთან ერთადაც რა მაგიტოს ვამდენად კიდე გეკითხებით რაღაცებს ამ შემთხვევაში ძალიან კაია რომ ეკითხები რომ აი თითქოს ჩემთვის როგორ ითარგმნება ისეთ ეს ყველაფერი რომ თუ ჩემში ისედაც არ დევს რაღაც აი მაგითია ძალიან საშიში გარდატეხის ასაკი და მაგიტო ჩვენ ვაფრთხილებთ ფსიქოლოგები მშობლებს რომ აი აქ ყველაფერი უნდა გადადონ და გამოყონ დრო ბავშვებისთვის რომ აი სრული ემოციური ჩართულობა ქონდეთ რომ ენდოს ბავშვი და რაღაცები მოუყვეს იცოდეს ვისთან მეგობრობს ხო შეურჩიოს აი მე მქონდა ესეთ შემთხვევა და ვიდეოც კი ჩავწერე იმ ოჯახზე და პატარა ვიდეო 5 წუთიანი და დავდე რომ აი შეიძლება ამის მოხერხება მომიყვა ერთმა დედამ რომ მე ერთი ბიჭი მყავსო ეხლა უკვე დიდია ის ბიჭმა ცოლი მოიყვანა და ისეთი სიტუაცია იყო მაშინო გარშემო ეს როს დიდიო ამ ბიჭო რომ ნუ აი ძალიან იოლად შეიძლება რაღაცა ან განარკომანდეს ან რაღაცა და ვიფიქრეთო მე და ჩემმა ქმარმა რა ვქნათ რითი გადავარჩინოთ და მოვიფიქრეთ ესეთი რაღაცაო ვისთანაც მეგობრობდა კლასშიო ჩუმად შევხვდით იმ ბიჭების მშობლებსო და მე უთხარიო რომ ჩვენ დიდი ბინა გვაქვს და ყოველთვის ესენი ჩვენთან წამოვიდნენ მე დავახვედრებ სადილს ყველაფერს საჭმელები ყველაფერი ექნებათ რომ ჩვენ თვალწინ იყოს რომ იქ რა ხდება ცალიყურით მაინც ხო გავიგებთ სხვა ოთახიდან იქ რა ხდება და დავაწესოთ მორიგეობაო რომ აი ხან ბიჭები არიან მამის ის არის ხო ჩართულობა საჭირო რომ ხან დააწესეს მორიგეობა ის რომ ამ ბავშვებმა ეს არაფერი არ იციან ხან ერთს მიყავდა ფეხბურთზე ხან მეორეს სანადიროდ ხან მესამეს სათევზაოდ ხან უბრალოდ ბუნებაში ლაშქრობას აწყობდნენ და იქ რაღაცას მწვადებს წვავდნენ თუ ასე შემდეგ და ეს ბავშვები ისე აღმოჩნდა რომ მთლიანად ხელის გულზე ყავდათ ყველაფერი იცოდნენ ოღონდ ისინი საერთოდ ვერაფერს და დღესო ყველა წარმატებულიო ყველა გადარჩა იმ ნარკომანიას და უბედურებასო და
ისეთი კარგი ბავშვები და დღემდე ის მეგობრობა, იმიტომ რომ იქ ძალიან ჯანსაღი ის შექმნეს გარემო რა. არ იყო იქ არაფრის დამალვა საჭირო. აი ყველა სურვილს უსრულებდნენ კი мама, აქავარ, გვერდით დგომა, რომ გიგებს მშობელი. ყველა თინეიჯერი მაგას ამბობს, რომ არ მისმენენ მშობლები, ვერ მიგებენ და იქ იყო ეს გაგება. კი мама, რაც გინდა, აბა ეხა რა გინდათ, ბიჭებო, მითხარით, თუ გინდათ რესტორანში წავიდეთ, ის ვქნათ, ეს ვქნათ, ხო? ეს უნდა თინეიჯერს მოусმინოს, ჩახეში, თვალებში ჩახედო და რა გინდა? მე შენ გიღებ ესეთ შენი სურვილებით და თქვი და ეს რო იყო აბსოლუტურად ჯანსაღი გაკიცხონ შენი სურვილების გამო პირველ რიგში ალბათ შეიძლება კითხონ რომ რა გინდა მოდი მითხარე შენ ეტყვი და მე ოი არ შეიძლება და არ გცხვენია მაგას რო ამბობ არა всё ის ჩაიკეტა არ გცხვენია სრული იტყვი ბავშვი ჩაიკეტა და აღარასდროს თავის სურვილებს აღარ გეტყვის პირიქით უნდა მიიღო და თუ რაღაც მიუღებელია აუხსნა მეცნიერულად რომ ეს ამას იწევს თუ ესე გააკეთებ მე ეს ამ დაავადებას მეცნიერულად ჩვენურად კითხულობენ ინტერნეტში მე ყველაფერს ხო ანუ ეს შესაძლებელი ჩვენო ეს ძალიან დიდი დრო და ძალისხმევა დაგვიჯდაო და ფაქტურად გადავაწყვეთ ჩვენი ცხოვრება მაგრამ ეს ბავშვები ეს 7 ბიჭი იყო მე მგონი თუ არ ვცდები 7-ვე გადავარჩინეთ და დღეს ძალიან დღეს ვართ მშვიდათო და ისინი თბილისიბერე ხო და არ ჯობია რომ მაშინ ჩადო ეს ყველაფერი ვიდრე მე ციხეებში იარო და ნარკო დამოკიდებული გამოსავალში და რაღაცა ხო მაგრამ თქვათ რომ ეგ შეიძლება ეგ არ მოხდეს ხო? ანუ შეიძლება მშობელი ეგრე არ იმახსნას, მაგრამ ნარკომანი არავინ არ იყოს, ხო? ანუ რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ძალიან კარგი მაგალითია. არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ძალიან კარგი მაგალითია იმისა, რომ გარდატეხის ასაკში გადამწყვეტია მშობლის ჩართულობა. ეს არის ყველაზე რთული ასაკი, სადაც ყველაფერი აი იმის გამო, ამიტომ ამ ასაკში უნდა მოსინჯოს 1 წრე, 2 წრე, ხატვა, ძერწვა, ცეკვა, ჰიპ-ჰოპი, ფეხბურთი და ხშირად საყვედურობენ ხომ მშობლები ერთი თვე იარა და დაანება თავი მე ვეუბნები ეგ არის კარგი რომ ერთი თვე იარა და დაანება თავი იმიტომ რომ სინჯავს თავის ძალებს თავისი უნდა იპოვოს სად გულით რას გააკეთებს რა მოეწონება რა გაუხარდება და მე იმაში გახდება წარმატებული ოღონდ თქვენ ამაში შეუწყვეთ ხელი რომ ეს ჯანსაღად დახარჯოს ეს მძაფრი შთაბეჭდილებების მოთხოვნილება და თუ იქ უარს ეტყვი რომ აი შენ მაინც დაანებებ თავს და ეხა არ გადაგიხდი რაგბის ფულს წავა და პლანს მოწევს და რა ჯობია არ ჯობია 10 წრე მოსინჯოს იქაც იაროს იპოვოს ეს თავისთავი ხო იმიტომ რომ აქვს ეს მოთხოვნილება ხო ამიტომ აქ არის აი მშობლის ჩართულობა მართლა ყოველთვის ძალიან გადამწყვეტია მაგრამ ეს რითია იცით აი ძალიან გადამწყვეტი რომ ამ ასაკში ძალიან ხშირია ფატალური შეცდომები და ფატალური შეცდომა რას ნიშნავს რომელიც ვეღარ გამოსწორდება და დაენგრა მთელი ცხოვრება ამოუყირავდა თქვათ მოხვდა ციხეში ან ვიღაცა 13 წლის ასაკში დაფეხმძიმდა გოგო სიტყვაზე ნუ ფატალური შეცდომა ეხლა ვეღარ გამოასწორებ ხო ამიტომ რახან აი ეს იმ მომენტში ვეღარ გამოსწორებ მაგრამ მე წლების გავლის შემდეგ ხო კი რა თქმა უნდა ხე მე ყველაფერი ჩვენ ხელშია მაგრამ ხო არის ფატალური შეცდომა იმ მომენტში ხო და ხო დაენგრა ეხლა ნუ ხა იმ ბავშვს ხო ვერ 13 წლის გოგოს რო სულობს დაენგრა ან 14-ის ხო რა თქმა უნდა ან ციხიდან როგორი გამოვა არ ვიცით თუ მოხდა ციხე და ასე შემდეგ ხო ამიტომ ძალიან საყურადღებოა და აი არავის არ ეგონოს მჩობელს ძალიან ხშირად გონიათ ხოლმე რომ აი მე რაც ვასწავლე ყველაფერი წყალში ჩაყარა რაც ჩავდე ეს ღირებულებები და საერთოდ შეიცვა ყველა ერთ ტექსტს ამბობს გეგონება დაზეპირებულები აქვს რომ ვეღარ ვცნობ ჩემ შვილს იყო ანგელოზი და გახდა ურჩხული აი ურჩხულს ყველა ხმარობს ურჩხული კი არ გახდა ამ ასაკში შევიდა ხო და უნდა გაუგო და მოусმინო და პირიქით თანადგომა ჭირდება რა. სხვანაირი მიდგომა. ეს ყველაზე რთული ახლა პირველი ეტაპი, რომელსაც დაარქვეს პროტესტის ეტაპი და ამ პროტესტის ეტაპზე სხვათა შორის შეიძლება ისიც მოხდეს, რომ ხშირად ხო მიდიან მშობლები უცხოეთში, რომ რაღაც ფინანსური პრობლემების გამო და წლები ტოვებენ ბავშვებს მაგასაკშიც, ხო და თქვა 10 წელი ყავთ დატოვებული, 8 წელი, 11 წელი და მე რო ბრუნდებიან, ხო? თუ აი ამ ასაკს დაემთხვა ძალიან ხშირად აი სჯიან ბავშვები. ქვეცნობიერად ჩურს იძიებს ბავშვი რომ შემე როგორ მიმატოვე კი მესმის რომ იმ ფულით სახლი იყიდე მე ახლა სახლი მაქვს აღარ ვარ ნაქირავებში მაგრამ არ აინტერესებს იმას ეს სახლი და ის არა ნაქირავები იმას უნდა დედა და მამა და სიყვარული ხო და ქვეცნობიერად შეიძლება ესეც მოხდეს რომ დასაჯოს რომ აი ხა მე შენ გაგამწარებ ხო მიმატოვეთ 11 წელი მე შენ ხა გაგამწარებ და გეტყვი რომ ბიჭი ვარ ან გოგო ვარ და ამ დროს არა ვარ ხო ესეც შეიძლება იყოს ანუ ეგეთ შემთხვევა გქონიათ
კი, რომ ოღონდ იქ ჯერ გამოცდილება არ ქონდა, მაგრამ დედა რო გაემწარებია, ეუნებოდა და აგიჟებდა დედას. უბრალოდ ხო, კი. კი, და ნუ ზედა გიჟდება. ხო და აი მან ეხა ნახეთ რა კითხვა მომდის, მან რეალურად დედის დამოკიდებულა, აი დედას ასავარაუდოდ ნათქვამი ექნებოდა სადღაც რომ მისთვის კატეგორიულად მიუღებელია რომ შვილი ყავდეს ჰომოსექსუალი და მანას დასჭის მექანიზმად გამოიგონა რომ მე გეტყვი შენ რომ მე ჰომოსექსუალი ვარ. ეგ იმიტომ გამოიგონა რომ იცის რომ დედისთვის ეს მიუღებელია. ხო, მაგას დედისგან ვარ. ხო და აი აქაც მე დაგისვათ მე უკვე ბოლოს გავვალ მე დაგისვათ საკითხს. ებან, ეხა გადავიდეთ გარდატეხის ასაკის მეორე ეტაპზე, რომელსაც ქვია ვინ ვარ მე. ის პროტესტი დამთავრდა და ეხა ნახე რა ასაკია ამ წლებში რა ხდება რომ უკვე მართლა აინტერესებს თვითონ როგორი მუსიკა მოწონს. იმის ჯინაზე კი აღარ უსმენს. აღარ აინტერესებს. თვითონ როკი მოწონს, ბლუზი მოწონს, ჯაზი მოწონს, ის მოწონს, ეს უკვე იწყებს დაფიქრებას. თვითონ როგორი ტანსაცმელი მოწონს. ის კი არა რომ ახან ყველას ესე აცვია ან დედამისის ჯინაზე. არა, აი თვითონ უკვე რაღაცებს ამ დროს ძალიან ხშირად თითხოვენ ხოლმე ფსიქოლოგს, რომ მე როგორი ვარ, როგორი ტემპერამენტი მაქვს, რამე ტესტი გამიკეთე. პირველი სიტყვა ეგ არის ხოლმე რომ შემოდიან, რომ რამე ტესტი გამიკეთე, როგორი ვარ. გიждდებიან ტესტებზე და მეც უკეთებ ტემპერამენტის ტესტს 1000 რაღაცას ვახატინებ, ისა რაღაც ყაპარს ვაწერინებ და ნუ ძალიან მოწონთ რა. იმიტომ რომ მართლა ესეთი ვარ, ეს გამოჩნდა, მეკითხები. ხო, ეს გამოჩნდა, ვეუბნები, ეს მეცნიერულად გამოჩნდა. ხო და აი უკვე იწყებენ საკუთარი თავის შეცნობას. ეს რომელი წლიდან? ნუ აი თუ იწყება გარდატეხის ასაკით 11-12 წლიდან, რამდენიმე წელი გრძელდება. ესეც ხო ინდივიდუალურია ყველა. რამდენიმე წელია ეს პროტესტი და მე გადადის აი ამაში, რამდენიმე წელი მე უკვე ვინ ვარ მე მართლა, კაცო, მაინტერესებს. მართლა რა მომწონს? როგორი ფილმი მომწონს, როგორი მუსიკა, როგორი წიგნი თუ რაღაცა მართლა მომწონს ეს ანიმე, რახან ყველა ბავშვები უყურებენ, იქნებ მე არ მომწონს, ხო? და აი აქ უკვე უნდა ისარგებლოს მშობელმა, რომ თუ ოდნავ მაინც ითხოვს, ფსიქოლოგს აუცილებლად უნდა მიიყვანოს. აუცილებლად, იმიტომ რომ არის თემები, რომ ყველაფერს ვერ ეუბნება მშობელს. ვერც ეტყვის, ხო, არის თემები, რომ მშობელს ვერ ეტყვი და იქ ფსიქოლოგთან მე ბევრჯერ მქონია, რომ აი ვერ უთხრა მშობელს და ჩემთან გაიხსნა და კიდე კაი გაიხსნა, იმიტომ რომ ის ძალიან ცუდად დამთავრდებოდა რა. ხო, აქ ამითიც ძალიან ის უნდა შეუწყოთ ხელი, რომ უარი ამაზე არ უნდა უთხრათ. ნუ ეს გასაგებია, რომ ფინანსებთან არის, ყველაფერი ფინანსებდა, ის ფეხბურთიც და ის რაგბიც და ის ხატვაც და ყველაფერი, მაგრამ აი მე ვამბობ, რომ უნდა ბანკის ვალი აიღოს მშობელმა და აი აქ გვერდით დაუდგეს, რომ მისცეს ეს სწორი კალაპოტი. იმიტომ რომ კალაპოტს ამ ზნეობრივ კალაპოტს მშობელი აძლევს, მეტი ვერავინ ვერ მისცემს. თავარი მაინც მშობელია, კი გარემო მოქმედებს ყველაფერი, ეს წრე რა წრეშია, გადამწყვეტია თინეიჯერისთვის რა წრეშია, მაგრამ მაინც მშობელი აძლევს იმ თავარ კალაპოტს და ღირებულებებს და აი აქ უკვე ამ მეორე ეტაპზე, რაც ღირებულებები ქონდა ოჯახიდან და ნაგავში ჩაყარა, თვითონვე იღებს, ოღონდ თავის თავში გამოატარებს. ის ხო პირდაპირ ჩაყლაპული ქონდა, ხო მიღებული ოჯახიდან და ეხლა აიღებს, ის არ იკარგება. ამიტომ სასოწარკვეთილებაში რო არიან მშობლები, მინდა დავამშვიდო, რომ არაფერი არ იკარგება, რაც შვილში არის ჩადებული სიკეთე. არაფერი, არ არსებობს რო დაიკარგოს და უკან იღებს იმ ნაგვის ხუთიდან, იმ თავის გადაყრილ ყველა ღირებულებას და ოღონდ რაღაცას უკვირდება, უკვე თავის თავში გამოატარებს, რაღაცას მოსინჯავს, აბა ეგრეა თუ არა, ეს ჩემია თუ პირდაპირ ჩავყლაპე იქიდან, ბებიიდან თუ მამიდან თუ დედიდან და მეცნიერება ხარ რომ ჩემი თამახსენდება. ეს ყველა გადის ამ ეტაპებს, ოღონდ სხვადასხვა სიმძაფრით. იმიტომ რომ ხა ქოლერიკები უფრო ისეთები არიან და მძაფრად ყველაფერს, ფლეგმატიკი უფრო ისეთი ნელია მშვიდია. ეს ტემპერამენტზეც არის, ყველაფერზეა დამოკიდებული, ყველა გადის ამ ეტაპს, ოღონდ აბსოლუტურად თავისებურად და სხვადასხვა სიმძაფრით მშობლისთვის ზოგჯერ ეს ძალიან შემაწუხებელია, ხო, რა თქმა უნდა და უკვე მშობლები ლამის გარბიან სახლიდან, ვეღარ უძლებენ რა უბრალოდ, მაგრამ ნუ ცოტა უნდა მოითმინონ, იმიტომ რომ აი ამ მეორე ეტაპზე აუცილებლად ბავშვი გადავა რა, რომ აი აქ და უკვე ნახავს მშობელი რომ რაღაც. ხო, ყველა. კი, ეხა რა საფრთხე აქვს ამ მეორე ეტაპს, ნახე? რო იწყებს რომ ვინ ვარ მე, მან ჩდება საოცარი სურვილი რომ რაღაცა ჯგუფს მიეკუთვნოს.
ხოდა სასურველია რომ ეს ჯანსაღი ჯგუფი იყოს და არა M1 რაღაცა ისინი ხო ნარკომანები თუ ის ჩემ დროს იყო წებოსაც ყნოსავდნენ და ნუ ვიღაცები იყვნენ წებოს მყნოსველები ვიღაცები სიგარეტს ეწეოდნენ ვიღაცები რაღაცას და ესეც მიკუთვნებულობა იყო რომ აი ჩვენ ისა რაღაცა ვიღაცები არაყს სვამდნენ ან ღვინოს და ასე შემდეგ ხო და მანდაც ძალიან საფრთხილოა იმიტომ რომ აი მერყეობს ხო მოზარდი იზრდება ყალიბდება რომ შეიძლება რაღაცა ისეთ თუნდაც სექტას ძალიან ხშირია რომ მაგასაკში თუ იქიდან წამოვიდა ესე იგი რაც ახასიათებს ხო ამ სექტას რომ ჯერ საში აიყვანენ და შენ ხარ ყველაფერი და ჩვენ გადაგარჩენ და ესე ძალიან იოლად მიყვება და მე აი წლები მე მქონდა ესეთ შემთხვევა რომ იეღოლთა სექტაში იყო დედა ბავშვის ნუ ჩემთან მოვიდა უკვე გაზრდილი ეს ბიჭი და პატარაობიდანვე ისე რომ ბავშვი ვერც იაზრებდა სად დადიოდა დედას დაყავდა იმ შეკრებებზე რა და პირდაპირ იღებდა იქ რასაც ეუბნებოდნენ და მე რომ გაიზარდა და რაღაცა წაიკითხა რაღაცას მიხვდა რომ მარტო ეს არ არის სამყარო და დაიწყო რაღაცა ძიება და ძალიან გაუჭირდა იქიდან წამოსვლა მაგრამ მოახერხა იმიტომ რომ ისინიც არ გიშვებენ ესე იოლი არ არის ხო იქ წამოსვლა და რომ მოვიდა ჩემთან მე მითხრა რომ იცი რა იქიდან კი წამოვედიო, მაგრამ საერთოდ არ ვიცი ვინ ვარო. იმიტომ იმდენი ხანი ქონდა მიკუთვნებულობა, რომ ეს იეღოველი იყო. არ აქვს მნიშვნელობა იეღოველია თუ ნებისმიერ სექტაზეა, ხო? რომ დავახატინე, აბა შენი თავი დახატეთ. დახატა სილუეტი, რომელიც აბსოლუტურად სარიელი იყო. არ ვიცი რა ფერები მაქვს და რა დავხატო. ანუ სიცარიელი. მაგრამ ეს კარგია რომ გადააფასა რაღაცა ხო მიხვდა რომ მარტო ეს არ არის სამყარო და შეუძლია იაზროვნოს სხვანაირად კითხვები დასვას კითხვების დასმით იწყება ყველაფერი ხო ხო და ნახე იოლად ექცევიან ზეგავლენის ქვეშ შეიძლება ვიღაცა რაღაცა იქ ეზოში იყოს ვიღაცა და რაღაც კრიმინალური რაღაც დაჯგუფება თუ არც კრიმინალური შეიძლება უბრალოდ აი ეხა მქონდა ზუსტად ერთი თვის წინ ესეთი შემთხვევა რომ არაჩვეულებრივი ოჯახიდან მოვიდა მოიყვანა შობელმა ბიჭი აი ძალიან კულტურული და არაფერი რო არ აკლდა ამ ბავშვს მაგრამ აი დრო გაუთავისუფლდა ამიტომ აუცილებელი რომ იარონ რაღაცა იქ წარმატება ქონდეთ ამ წრეებზე თუ ისა რომ დრო გამოუთავისუფლდა ამ ბავშვს ჩავიდა ეზოში ერთხელ დადგა იქ ბირჯაზე ორჯერ და აღმოჩნდა რომ იქ არის ისეთი სამი ბიჭი რომელიც სუპერმარკეტებიდან იპარავს რაღაცეებს და სადღაც აბარებს ვიღაცები ყიდულობენ უფრო იაფად აბარებს იმათაც აწყობთ რომ უფრო იაფად იმ რაღაცას ყიდულობენ და ეს მოიქცა იმის ზეგავლენის ქვეშ და მე ესე იგი გამიმხილა მშობლებმა არ იცოდნენ რა და კაი მეუთხარი ამას თქვათ აბარებთ თქო მაგრამ იმპულს რაში იყენებთ თქო რა შეხარჯავთ მე ხო იღებთ ნუ იმითიო რაღაცა სიგარეტს ვიყიდითო არაყს ვიყიდით იქ დავждებით ეზოში დავლეთ და ტიპიური ისა ხო შეიძლება მე პლანიც იყიდონ რატომაც არა ეზოში ყველაფერი ხდება ხო ხო და აი ძალიან იოლია ეხა ისიც აი ზუსტად მაგასაკშია რომ აი ჯერ ესე და აი ხა იმ ბიჭებმა რაღაცა უთხრეს რაღაცა უნდა რომ იმათი წევრი იყოს იმათ რაღაც დაჯგუფებაში თუ რაღაცა კომანდაში იყოს ხო რაღაც და ეს მიკუთვნებულობა გაუჩნდა და თუ გაუჩნდა მიკუთვნა ისინი რო იპარავენ მეც უნდა მოვიპარო მიუხედავად იმისა რომ მისთვის აბსოლუტურად ეს ქურდობა მიუღებელია ისეთ ოჯახშია გაზრდილი ისინი სულ სხვა ოჯახიდან არიან ამის მაგრამ აი მიკუთვნებულობა უნდა იმ დაჯგუფებასთან დაყვება იმათ ხო ეხლა ჩვენ სხვადასხვა მერთი სესიის შედეგად იმდენი ვისაუბრეთ რომ ბოლოს თქვა რომ აი მართლა რა თმინდა რომ ნახდად აღარ მოვიპარაო და მარტო თქვენ კი არ მითხარით ეგო აი ჩვენ ეზოშიო დიდი ბიჭებიც არიანო და იმათმაც მითხრესო რომ ბიჭო შენო ეგ რა დგინდაო ვაფშე რეებს აკეთებო და იმათმაც დამაფიქრესო და ეხა თქვენც რომ მითხარითო აუ აბარაო აი ერთი სესიის შედეგად ამიტომ ვიძახი რომ აი შეუწყონ ხელი თუ მოითხოვს მაგასაკში რომ ფსიქოლოგთან იქ ისეთ რამეს ამბობს რასაც მშობელთან ვერ იტყვის ხო და აი ესეც აქ ძალიან საყურადღებოა უკვე ამ ეტაპზე რომ აი ესეთი რაღაც არ მოხდეს და სწორი მიკუთვნებულობა გქონდეს რომ თქვას რომ ფეხბურთელი ვარ, რაგბისტი ვარ, იქ ვხატავ, ზერწავ, წარმატება მაქვს თუ უკრავ თუ მღერი ვარ და კონცერტებზე გამოვდივარ აი სწორი ის რომ გაუჩნდეს ხო რომელიც მის პიროვნებას განავითარებს სტაგნაცია კი არ იქნება და უკუსვლა და რეგრესი და დეგრადაცია პიროვნების პირიქით ხო აი ამაში უწყობთ ხელს რომ თავისი
და მან დაუშვებელია რომ მშობელმა თავისი ოცნებების შვილში აასრულოს რომ ის თუ გთხოვს რომ მინდა ისა ჰიპ-ჰოპი შენ ატარო ბალეტზე იმიტომ რომ შენ ვერ გამოხვედი ბალერინა რაზეც ოცნებობდი ხო ეს ძალიან ხშირია ძალიან ხშირი ხო და აი აქ მშობელსაც ძალიან დიდი საკუთარ თავზე მუშაობა სჭირდება რომ ეს არ ქნას თორე ეგ კიდე უარესი ტრავმაა ხო ამიტომ ეგეც ძალიან გასათვალისწინებია რომ ის ბედნიერი იყოს კი არ ამბობდეს რომ არ მინდა ეს ბალეტი და დამანებეთ თავი ან ეს პიანინო თუ რაც არის არ მინდა და მინდა რაღაცა ხო თქვა სხვა რაღაცაზე დაკვრა ხო თუნდაც დრამზე ხო და თუ აიპოვა ეს ბავშვმა თუნდაც რამდენიმე იყოს ის წავა განვითარდება გაუჩნდება მიღწევის სურვილი და ზუსტად აი თავის მოთხოვნილებას რომ ეს მძაფრი შთაბეჭდილებები ჯანსაღად დაიკმაყოფილებს და აი ამ გზით ჯანსაღად შეიცნობს თავის თავს ვინ არის რა მოწონს და ასე დაიმკვიდრებს თავს საზოგადოებაში იმითი კი არა რომ ის რაღაც ნარკომანია თუ იპარავს და მაგარი ბიჭია არა ასე დაიმკვიდრებს რა შეძლო რას მიაღწია რა გამოუვიდა რომელი ილეთი გამოუვიდა იმ ფეხბურთში ხო და აი ამაში ნამდვილად პასუხისმგებლობა არის მშობელზე ნამდვილად ეხლა აქ ორი აზრიც არ არის რომ ვერ გავიმართლებთ ჩვენთან მეც ახლა 3 ქალიშვილი მყავს 10 შვილი მყავს ხო კი ხო და მშობელიც ვარ და ყველაფერი გავლილი მაქვს ყველაფერი და ჩვენ მართლა ვერ გავიმართლებთ თავს რომ გადავაბრალოთ ან მარტო სკოლას ან მარტო ეზოს ან მარტო რა აი ვერაფრით იმიტომ რომ თავარი არის მაინც მშობელი რა ხო ანუ ეს მეორე ეტაპი და აქ უკვე ნახე აქ უკვე შეიძლება იმ პირველ ეტაპზე საერთოდ ვერ დაელაპარაკებით პროტესტის პირდაპირ შედის კარებში და იჯახუნებს თავის ოთახში და მიიჯახუნებს კარს და საერთოდ არ გისმენს და ჯინაზე გეტყვის ისეთ რაღაცებს რომ გაგამწაროს აქ ცოტა უფრო დალაპარაკება უკვე შეიძლება და საერთო ენის გამონახვა და აი მესამე ეტაპი უკვე არის მართლა ის ეტაპი სადაც ისმენს უკვე შენსას და აი მართლა რომ შემოდის აი ჯანსაღ დიალოგში ყველა თემას განიხილავ ის უკვე ბოლო ეტაპი არის უკვე რომ ყველა თემაზე შეგიძლია მშვიდად დაელაპარაკო და შედგეს ეს ჯანსაღი როგორიც უნდა იყოს რა ესეთი ურთიერთობა ხო ხო მე ნახეთ კიდე რა ახასიათებს ამ გარდატეხის ასაკს რომ ეს თემა ამოვწუროთ ინტერესი საოცარი აი თუ ამოიჩემეს რომ ის აინტერესებს ხო აი ინტერესის გამო შეიძლება აი ძალიან დიდი სისულელეები გააკეთოს ხო პირველ რიგში აინტერესებთ სექსუალური ურთიერთობა ეს უნდა ითქვას იმიტომ რომ ნუ მართლა ეს ასაკია რომ ეს ყალიბდება ეს ჰორმონები ეს ყველაფერი და ნუ ძალიან დიდი ინტერესი აქვს ამისი და მე მქონია ეგეთ შემთხვევა რომ ერიდებათ საპირისპირო სქესთან რომ რაღაც მოსინჯონ და იმ ხელა დიდი ინტერესია რომ შეიძლება მოსინჯოს თავის სქესთან არის ეგ კი აი მეგობრებში შეიძლება მოხდეს ოღონდ საიდუმლოთ რომ ეს არავინ არ უნდა გაიგოს თვითონ იციან მაგრამ კი ოღონდ მე რა ხდება რომ სხეულს ხო თავისი მეხსიერება აქვს და სხეული ამ ყველაფერს ხო იმახსოვრებს და თუ იქ იყო და იქნება ეს სიამოვნების მომენტი მე კიდე შეიძლება მოუნდეს მე კიდე და მე შეიძლება ეს ჩვევაში გადავიდეს ძალიან მარტივად ხო ანუ ეს ინტერესიც ჯანსაღად უნდა დაკმაყოფილდეს ნუ ნაწილობრივ ამ ინტერესს აკმაყოფილებს პორნოგრაფია, მაგრამ ამ პორნოგრაფიას მეორე ძალიან ცუდი მედლის მეორე მხარე, აი პირდაპირ იძარცვება მოზარდის სული, აი იძარცვება. თან იქ ძალიან ხელმისაწვდომია ორივე სქესთან, აქ ჰომოსექსუალური პორნოგრაფიაც და ჩვეულებრივი ქალის და იქ იმდენად ეს ხელმისაწვდომია, რომ ყველაფერს ნახულობენ, იქაც იბნევიან. იმიტომ რომ ეს ბარიერი იშლება აი დიდი დოზით რო შედიხარ აქ ხო საშინელება მაგაზე კიდე ცალკე გადაცემას ეპიზოდს ვაპირებ რომ გავაკეთო მე მგონი ჩვენ ღირს რომ მიუძღვნა ამ თემას ერთი მძიმე სიტუაცია არის ზოგადად სოფლიოში და საქართველოში პორნო დამოკიდებულება ძალიან მძიმე თემა არის ძალიან და ამ გასაკუთრებით ამ ასაკში აი ძალიან ცუდი მეორე მხარე შეიძლება ამას კონდეს ძალიან და იქ რო ნახავს მე ამ რაღაცას ხო და ეს ძალიან ხელმისაწვდომი როა და თან ინტერესი აქვს საოცარი ამ თემის და მე რომ ვერ გაბედავს რაღაცა მაინც ხო არსებობს ეს ნუ საპირისპირო სქესთან ესა და უფრო იოლი რაც არის შეიძლება იქ მოსინჯოს
მე მქონდა მინდოდა მე თქვა როცა ის პირველი მიზეზი რო თქვი და დამავიწყდა და ეხლა ვიტყვი მე მქონდა ჩემ პრაქტიკაში შემთხვევა თინეიჯერი ბიჭი ესე იგი რომელიც მამა გაყრილი იყო არ ეცალა ბავშვისთვის და იზრდებოდა დასთან დედასთან და ბებიასთან და ძალიან აყლდა ეს მამისგან ყველაფერი და იფიქრა ამ ბავშვმა და ვერაფერი ვერ მოიფიქრა და მოიფიქრა რა რომ უყურებდა ჰომოსექსუალურ მამაკაცების პორნოგრაფიას და ამით ივსებდა იმ დეფიციტს. ხო, მაგრამ საბედნიეროდ მოხდა ისე რომ აქეთკენ არ გადაიხარა. და ჩვეულებრივად ახლა ანუ ეს არ არის აუცილებელი, მაგრამ ჩვენ ვამბობთ რამ შეიძლება მოახდინოს პროვოცირება, მაგრამ არ არის 100%-იანი. შესაძლოა მოხდეს ყოველთვის ვთქვათ რომ არა აუცილებლად შესაძლოა მოხდეს და ის მე მინდა გითხრათ რომ იმ ბიჭს ძალიან დაეხმარა აი ხო არ არის კარგი მაგრამ ხორი ბოროტები და ნაკლებ ბოროტებას ვერჩევთ არა ხო შეიძლება უარესი მომხდარიყო და უფრო მეტი დაზიანებულიყო იმან გადაარჩინა ეს მე მითხრა მშობელმა ეს დედამ რა თქმა უნდა და აი გადარჩენა იყო ჩემთვისო ძალიან რო აწიწინდებოდნენ ეს ქალებიო და უკვე აღარ შემეძლოდა აი რაღაცას ის მინდოდაო კაცისგან რაღაცის მიღებაო და მამას არ ეცალა არასდროს იმას ხო ოჯახი ყავდა თუმცა ხედავდა მამას მაგრამ არ იყო საკმარისი მეტი უნდოდა ხო ყველას თავისი ისა აქვს ვიღაცა შეიძლება ის ეყოს ვიღაცას არ ეყოს ეს ყველაფერი ინდივიდუალურია ყველაფერი აბსოლუტურად და ცალკე შემთხვევაა ხო და აი იმ მომენტში ამან გადაარჩინა ხო და ამიტომ ვერ ვიტყვით ესე ხო ვერასოდეს რომ აი ეს ჯობია თუ ეს რეცეპტები და ესე უნდა იყოს ეს არ არის არაფერი ყველაფერი შესაძლოა ასე შესაძლოა და უღოდ ნაკლებს ვირჩევთ რომ იყოს ნაკლები დაზიანება ნაკლები ბოროტება და ნაკლები ჩეხვა ბავშვის ფსიქიკის და რაღაცა დეგრადირება ხო ხო ეს ინტერესი მე ხო აი პორნოგრაფიასთან დაკავშირებით კიდე ბევრი შემთხვევებია სხვათა შორის რომ ჩემთან რამდენიმე შემთხვევა მქონდა ესეთი რომ საშინელი ნევროტული სიმპტომებით მოიყვანეს გოგონა უფრო გოგონები ზიანდებიან რომ ძალიან ადრეულ ასაკში კლასელმა აჩვენა რაღაც ესეთი და მისი ფსიქიკა ამისთვის აბსოლუტურად მზად არ იყო და აი საშინელი სპაზმი ტუალეტშიც ვეღარ შედიოდა ნუ საშინელი მდგომარეობა ისეთი ნევროტული სიმპტომები ესეც ინტერესი არის, გინდა რომ ნახო, მაგრამ შენ ხარ მზად ამისთვის? ხო, ფსიქიკა და სხეული რას დაიტევს? რა ვერ იტევს. და ნუ აი ძლივს გამოვიყვანეთ მე რომ აი ნორმალურ მაშინ ჩამდგარიყო და ესეც ძალიან გასათვალისწინებელია, სულ უნდა მშობელმა აკონტროლოს რას უყურებს, რა დოზით, შესაძლებელია. თუ მოინდომებს მშობელი, ეს შესაძლებელია. ვისთან მეგობრობს, ის მეგობარი ერთად რას აკეთებენ, რას თამაშობენ, აი ეს ყველაფერი. ძალიან ჩარევა არ არის ბავშვის არა, ეს ყველაფერი ისე უნდა გააკეთოს, რომ ბავშვმა არ იგზნოს მსხვერპლის როლში თავი და იმან იგზნოს, რომ ის აღიარებულია, მისი ესმით, მის აზრს ითვალისწინებენ და ის პიროვნება და მის საზღვრებში არ იჭრებიან. აი აქ არის ზუსტად ბეწვის ხიძზე სიარული. აი აქ არის, იმიტოა მშობლად ყოფნის ხელოვნება, ესეთი კურსით შევწერეთ ჩვენ რამდენიმე ფსიქოლოგმა და ვარქვით მშობლად ყოფნის ხელოვნება. ეს არის ხელოვნება. აი ბეწვის ხიძზე გადიხარ, რომ თან შენ არ ჩაგრავ იმას, არ აჩვევი მსხვერპლის როლს, რომ მე როგორც გეტყვი ისე იქნება და შენ ტირანის როლში არ ხარ. მე თან ზედმეტი მეგობრობაც არ შეიძლება, რომ ედაქალებიან შვილებს. ეგ არაფრით არ შეიძლება, იმიტომ რომ არ შეიძლება. მაგისი ცუდი მხარეც ბევრი მინახავს ჩემთან მოსული, ხო? აი ეს რიდიც უნდა იყოს, ეს პატივისცემა, ავტორიტეტი, რაღაცა ზღვარი, ოღონდ თანადგომა, მეგობრული ურთიერთობა, არა დაქალობა, არამედ მეგობრული ურთიერთობა. რას ნიშნავს მეგობრული? მე შენ გიგებ, მე შენ გხედავ, მე შენ გენდობი. აი ეს აუცილებელია. ბავშვმა სულ უნდა იგზნოს, რომ ენდობი. განსაკუთრებით მოზარდმა, იმიტომ რომ ბავშვებს ეს თვისება აქვთ, რაც უფრო ენდობი უკეთესად იქცევა, რაც უფრო არ ენდობი უარესად იქცევა. ხო, მაგრამ ტელეფონს უკონტროლებ, მაშინ როგორ ენდობი? რას უყურებს უკონტროლებ, როგორ ენდობი? ხო და ეს ისე უნდა გააკეთო. იმან არ გაიგოს. ჯერ ერთი თემა რომ იმან არ გაიგოს და მეორე თემა რომ აუ მოდი ერთად უყუროთ მაგ უჟას. ამ დროს ჩვენ ვიცით რომ ის დიდი დოზით უჟასები და ის საშიში ფილმები ძალიან ცუდად მოქმედებს ფსიქიკაზე, მაგრამ
მიმართავთ ასეთ მოხერხებულ ესე იგი მეთოდს, რომ ჯდები იმასთან ერთად უყურებ, იქ მე მანამდე ინტერნეტში წაკითხული გაქვს, რას უშვება ეს ფსიქიკას და სადღაც ჩააწვეთებს ისეთ მომენტში, რომ მიიღოს მისმა ქვეცნობიერმა რაღაცა, იქ ეტყვი, რომ აბა ეს სამსახურია. ჩვეულებრივი სამსახურია, მართლა. და მე ხშირად ვამბობ, ძალიან ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ამ საუკუნეში, ამ გაჯეტების და ინტერნეტის და ხელოვნური ინტელექტის საუკუნეში შვილის გაზრდა არის გმირობა. არის არ ვიცი ისეთი გმირობა რა. ისედაც აი სხვათა შორის გუშინ ვიყურებდი რაღაცას, რაღაცა უბრალოდ ნახე და ფიქრობდი, რომ აი სულ კაცები ხო არიან ყველგან რა? კი. აი ყველგან არ ვიცი, მართლობაში კაცები, სულიერ პრაქტიკებში კაცები, წიგნების სულიერი პრაქტიკის კაცები, ყველგან კაცები და ან მე პირადად რაღაც მომენტში ცხოვრებაში დამინდგა ეგრო, აი ქალის წიგნი მინდა წავიკითხო, არ გულისხმობ მხატვრულ ლიტერატურას, აი გულისხმობ რაღაცა სულიერი მიმართულება, არ ვიცი, რაღაცა იოგის სიტყვაზე ვიძახი რაღაც და მინდა ქალის ნაზრები წავკითხე და ვერ პოვა, ან გულისხმობ ძველ ტექსტებს. ვერ პოვა ამ ქალის და ვერ პოვა და აი რატო დღესაც აი რომ გადახედოთ აი თუნდაც ქალაქში, თუნდაც ქვეყანაში. აი მან მივდივარ, მაგრამ ბოლოს რომ ის გადადებული იყო ყველაფერი იმისთვის, რომ ის ბავშვი, შვილი იყო გასაზრდელი, ესე ვთქვა და კაცებს მეტი ეხა ის ძალიან სექსისტურად გამოდის, მაგრამ ეგრეა, რომ ქალს ეგ დედა მაინც გადამწყვეტია, ხო ვერაფერს ვერ ვიტყვით, მაინც დედა გადამწყვეტია და დედას შეუძლია სწორად ჩართოს ის მამაც იმ აღზრდაში რა. ყველაფერი შეუძლია. დედა არის სასწაულთ მომქმედი რა. ყველაფერი და აი ესეც კიდე ერთხელ გავიმეორებ, რომ დანახვა მოზარდის მოსმენა და ნდობა. ყოველთვის ამართლებს. რაც უფრო ენდობი, უფრო ყოველდღე უფრო და უფრო კარგად მოიქცევა და უნდა უთხრა რომ მე მჯერა შენი, რომ შენ კარგი ადამიანი ხარ, შენ შეძლებ, თუნდაც უჭირს რაღაცა, შეძლებ, სულ იმედიანი მზერა მომავალში, რომ კი ეხლა არ გამოგივიდა, მაგრამ ვიცი რომ შეძლებ, მჯერა. აი სულ ესეთი თანადგომა, რომ აი რესურსული გარემო, სადაც დაცულად გზნობს თავს, კარგად მისი ჯერად მას აღიარებენ როგორც პიროვნებას, შეურაცხყოფას არ აყენებენ და არ არსებობს რომ ამან შედეგი არ გამოიღოს. გამორიცხულია რა. რასაც დასთესავ, იმას მოიმკი. კარგი, ეხლა ეს შევეხეთ ინტერესის თემას. კიდე ნახე, რა შეიძლება მოხდეს აი ამ გარდატეხის ასაკში გარეგნობა. მე მგონი შენი თავიც გაგახსენდება და მეც ჩემი თავი მახსენდება, რომ საშინლად მინდოდა ცხვირის ოპერაციის გაკეთება. იცი როგორ მინდოდა, რომ და მე ხოცი რამ გადამაფიქრებია. მამა ჩემი ექიმი იყო, გარდაიცვალა და მიმიყვანა საუკეთესო ვინც იყო მაშინ. წოპესთან. ვინცაკეთებდა ამას და რომ შევედი და იგი გამსინჯა, ვიგრძენი რომ ჩემში პიროვნებას კი არ ხედავდა ცხვირს. და მე ვთქვი რომ მე არა ვარ ცხვირი და არასოდეს ამას არ გავიკეთე. და კაია რომ მიმიყვანა, რო არ მივეყვანე. ამას ხო ვერას ხო მთელი ცხოვრება მე რომ აი შენ არ მიმიყვანე, შენ ამიგრძალე და მე მინდოდა ხო აი უნდა მიიყვანო რა. კი. მეც მინდა ცხვირის ოპერაცია და უბრალოდ მე გადავიფიქრე, იმიტომ რომ რაღაცა წლების მერე ცხვირი ამ ფორმას და უბრუნდა როგორ ის ახლა არის და უბრალოდ მივხვდი რომ აღარ მქონდა გასაკეთებელი. არა, ძალიან ლამაზი ცხვირი გაკეთე. და ნახე გარეგნობა ხო ძალიან გამძაფრებულია, ну აი თუ გამხდარია ეჩვენება თავის ამსუქანად და ასე შემდეგ და ძალიან იცი ალბათ და ყველა მიცის ეს რომ ბულინგი არის ყველგან ჩვენ გარშემო და ოდნავ თუ წონაში მოიმატა გოგომ ეგრევე დასინია და შეძროხა და შეყურო და ასე შემდეგ და ეს ისეთი ტრავმულია განსაკუთრებით ქალისთვის, იმიტომ რომ ის ქალი გარეგნულად კაცის პირველ რიგში კაც გარეგნობა იზიტავს ხო ქალში და ის იცის ეს ქალმა რომ უნდა ყვავილივით იყოს ლამაზი მოეწონოს მამაკაც და მისგან რო იღებს ესეთ შეფასებას ბიჭებისგან რო გოგოს ეძახიან ძროხა და რაღაცა და ისეთი ტრავმაა რომ მე მქონია პირადად ჩემ პრაქტიკაში სტუდენტია ის გოგო რომ ესე წონა ნუ სულ ქონდა წონის პრობლემა ბავშვობიდან და ნუ ვერ მოახერხა რაღაცნაირად ამის დარეგულირება და გადაწყვეტილი ქონდა რომ მეო არც ერთ ბიჭს არ მოვეწონები ამ წონის გამო და რა ვქნა გოგოები ხო არიანო და გამოსავალი არისო თვითონ იპოვა ასეთი გამოსავალი და სხვა გამოსავალიც არის მაგრამ თვითონ ჩაკეტა უკვე იმიტომ რომ იმდენად ეს ნეგატიური გამოცდილება მიიღო რომ მაგრამ ამ წონას არასწორად ებრძოდა
ფსიქოლოგიურად აბსოლუტურად არასწორად და თან ბრძოლა არ არის სწორი იქ სულ სხვა ისე ამას ახლა არ გავშლი ამ თემას, მაგრამ იქ სულ სხვა სტრატეგია საჭირო და მაგრამ ამ თავისი ნეგატიური გამოცდილებით რომ ერთხელსა და ორჯერ 100ჯერ ის დიეტა ყველანაირი ყველაფერი და მაინც ამას ვერ დაარეგულირა, ხო? თქვა რომ აქ არ არის გამოსავალი, მე ეს მჭირდება და მე ვიცი რომ არც ერთ ბიჭს არ მოვეწონები, არიან გოგოები, მე ვიპოვე გამოსავალი. ნუ რა თქმა უნდა არა ჯანსაღი, ხო? მაგრამ ფსიქიკამ რაც შეძლო, ეს შეძლო. მისმა ფსიქიკამ, ხო? ესეც და ეს ხშირია, მინდა გითხრათ. ეს ხშირია. თითქოს აი გონი ადამიანს რომ მართლა ეს როგორ შეიძლება? არა, არაფერი არ მიყვარს, ყველაფერი შეიძლება. და მოდი შევეხოთ ახლა შემდეგი თემა რაც მიწერია, ეს არის ძლიერი სტრესი მიღებული ახალგაზრდობაში და ამისი ერთი ძალიან ცნობილი მაგალითია რუსი მსახიობი ქალის კომუნისტების დროს იყო ეს ქალი, ხე გვარს აღარ დავასახელებ, უბრალოდ შეიძლება YouTube-შიც მოძიება, მე YouTube-ში მოვიძიე და ვნახე ეს მასალა ყველაფერი. რომელიც იყო ისეთი კომიკურიც და ტრაგიკულიც უფრო კომიკურ როლებში იყო და გენიალური უნიჭიერესი მსახიობი ქალი, რომელიც ყვება თავის ისტორიას. და აი შემძრა პირდაპირ ეს პირველად რომ მოვისმინე ეს ისტორია, როგორ შეიძლება ფსიქიკაზე იმოქმედოს რა. ესე იგი რომ მშობლები უშლიდნენ ამ მსახიობობას, ბავშვობიდან უნდოდა მსახიობობა და ბოლოს მიაღწია, მოკლედ ყველაფერი გადალახა წინამდე, გახდა მსახიობი, სწავლობს იმაზე, თეატრალურზე. და ძალიან შეუყვარდა, აი გაგიჟებით შეუყვარდა ერთი მსახიობი კაცი. და მოხდა ისე რომ უკეთ რაღაცნაირად დაეკონტაქტა ამ კაცს და გამოუტყდა თავის გრძნობაში რა ეს გოგო და ამ კაცმა უთხრა რომ შენ მარტო ცხოვრობ, ხო და ამოუთხრა კიო, ჩემი მშობლები სადაც რაიონში არიანო და მე დღეს საღამოს მოვალ შენთანო და ნუ ეხლა წარმოიდგინე ეს გოგო როგორი გახარებულია რომ აი დაფრინავს მოაწყო ეს სახლი რაღაცა გაამზადა რაღაც გემრიელი რაღაცა ნუ საოცრება და გამოიპრანჭა და ელოდება და ირეკება ზარი და ეს მსახიობი კაცი მოდის ვიღაც ქალთან ერთად და ეუბნება რომ შენ ახლა ცოტა ხანი წადი და დაგვითმე შენი სახლი. აი გესმის სტრესის ისტორია არ ვიცი, თანერ დასასრულებლად. სტრესის ის გესმის რა შოკური ის არის. და მეორე გამოვედიო, ესე იგი ხო თელი სამყარო ხო ჩამომენგრაო, ყველაფერი დამენგრაო, საერთოდო, აი საერთოდ ყველაფერიო და გამოვედიო ამ კიბეზეო, სადარბაზოს კიბეზე და აი ესე შოკში იქ ვიყავი, არ ვიცი რამდენი საათიო, 2 თუ 3. აი სრული გავითიშეო საერთოდ, ისეთი შოკი მიიღო და ნუ მე ის კაცი პერიოდის მერე გამოვიდა და იქ იმ კიბეზე ამან თქვა რომ დამთავრდა კაცები ჩემ ცხოვრებაში აღარასდროს აღარ იქნებიან. ეს არის ბოლო წერტილი და მართლა ესე მოხდა და ნუ ის არც მალავდა ამ თავის ჰომოსექსუალიზმს და ერთ ინტერვიუში წავაწყდი მე აი ამბავს რო ყვება და აქედან მივხვდი მე ეს რაშია საქმე და როგორ და ის საკმაოდ ასაკოვანი იყო რომ ეს მოყვა ეთყობა უკვე ჩათვალა რომ შეიძლება დამის მოყოლა და ბევრი წელი იყო გასული ხო მისი გაცნობიერებული არჩევანი იყო აბსოლუტურად ოღონდ ტრამვული ეს ხო არ არის ხო ხო და ამაზე ვსაუბრობთ მაგრამ ტრამვული არჩევანი შეიძლება იყოს გაცნობიერებული ხო რა თქმა უნდა შეიძლება იყოს ოღონდ იმას ვერაცნობიერებს რომ აქედანაც არის გამოსავალი ნახე, ბოლომდე გაცნობიერება არ ხდება. ტრამვული მაგას ნიშნავს, ტრამვის შედეგად ჰომოსექსუალიზმი, რომ ბოლომდე არ არის გაცნობიერებული, რა, ნახე ბოლომდე, რომ აქედან არის გამოსავალი და შეიძლება ისევ იმ მდგომარეობას დაუბრუნდე. აქ კეტავს ადამიანი. იმან იქ ჩაკეტა. კი გააცნობიერა, რომ ამან აი ეს გამოიწვია, მაგრამ იქამდე ვეღარ მივიდა, რომ აქედანაც შეიძლება გამოსვა. ხო, შეიძლება არც უნდოდა, ხო? ხო, რა თქმა უნდა, აღარ უნდოდა. მაგაშია საქმე. ხო და მაგაშია საქმე, რომ აღარ უნდოდა იმხელა ტრამვა მიიღო. იმხელა სტრესი მიიღო, რომ აღარ უნდოდა. მაგრამ ამ აღარნდობიდანაც არის გამოსავალი ფსიქოთერაპიით. ამის თქმა მინდა. როცა შენ ვეღარ ეხმარები შენ თავს და იპოვე ერთადერთი, რომ ჩაკეტე კარი. გვერდით სხვა კარიც არსებობს და ამ კარზე მიგითითებს ფსიქოთერაპევტი. ის კარი რო ჩაიკეტა, აგერ არის კიდე კარი. ის შეგიძლია გამოაღო. ანუ სხვა გზით შეხვიდე ამ მამაკაცთან სამყაროში, რაღაცა უფრო იპოვო ვიღაც ღირსეული ადამიანი და თუ ამ პროგრამას ჩაწერ ქვეცნობიერში, რომ მე ყველაფერი საუკეთესოს ღირსი ვარ და მე
ღირსი ვარ რომ ვიპოვო ნორმალური ღირსეული ადამიანი ჩემ ცხოვრებაში და მის გვერდით ვიყო ბედნიერი, ქვეცნობიერი უკვე მოიმართება რომ გაპოვნინოს ესეთი. მაგრამ შენ თუ გიწერია ქვეცნობიერს ნახე რა თვისება აქვს. ჩვენი ფსიქიკა შეიძლება ჩვენ გამოვიყენოთ ჩვენს დასანგრევად და ჩვენს ასაყვავებლად. ნახე რა თვისება აქვს ქვეცნობიერს, რომ მას არ აინტერესებს ჭეშმარიტება. ის მოწოდებულია იმისთვის აღასრულოს ის, რისიც შენ წამს და გჯერა, რა რწმენა წარმოდგენებიც გაქვს. და შენ თუ რწმენა წარმოდგენები გაქვს, რომ ყველა კაცი ესეთი საშინელი ურჩხულია და მე არ მინდა სულ ცხოვრების გზაზე შეგახვედრებს ასეთ ურჩხულებს. კი, რა და თქმა უნდა. ვერცად ვერ ნახავ ნორმალურად. მაგრამ ამასში გეხმარება ქვეცნო. მაგრამ შენ თუ გჯერა რომ მე ყველაფერი საუკეთესოს ღირსი ვარ, ბედნიერების ღირსეული მამაკაცი და შეგახვედრებს. კი. იცით რა კითხვა მაქვს? აი წარმოვიდგინოთ აი ხამქალის ისტორიაში რომ ჩავიდეთ რა. მან გადაწყვიტა რომ კაცთან ურთიერთობა აღარ უნდოდა და აირჩია ქალი. კი ბატონო. მთელი ცხოვრება ქალებთან ჰქონდა ურთიერთობა. მაგრამ ამ თავის არჩეულ გზაზე იყო ძალიან ბედნიერი. არასდროს ცხოვრებაში პრობლემა არ ქონია, არასდროს კაცთან ურთიერთობა აღარ მონდება, არასდროს თავის გადაწყვეტილებაზე არ უნანია. არ უნანია, ზუსტად ეგეთი ქალი იყო. სხვა შორის მიზეც მაგაში ხო არასდროს არ უნანია. არაფერი, ანუ მე პირადად გულწრფელად ვიღე, მე საერთოდ ვერ ვხედავ აქ პრობლემას. ხო, მე რატო ხედავ გეტყვი და შე რატო ვერ ხედავ, ეგ აბსოლუტურად მესმის, რომ ბედნიერი ადამიანი. ბედნიერია, ხო, ეხლა მე რატო ვხედავ, იცი? ის მისი ბუნებრივი კალაპოტიდან ამოვარდა ამ ტრამვის გამო და ჩვენ არ ვიცით ის ბუნებრივი გზით რო წასულიყო, რას მიაღწევდა ცხოვრებაში, იქნებ კიდე 100-ჯერ უფრო ბედნიერი იქნებოდა. ხო, მაგრამ აქ ხო ჩვენ ხო მოცემულობა დღევანდელი ფაქტივით და დღევანდელ ფაქტში ის ბედნიერი იყო. რა იქნებოდა ის ბედნიერებაში კაცო ზღვარი ხო არ არის. ხო შეიძლება კიდე 100-ჯერ ბედნიერი იყო და უფრო ხო, მაგრამ ეხა არ გეგონოთ რომ გეკამათებთ. არა, ვიცი, ეს კარგია ყველაფერი. ხო, მაგრამ იმ მოცემულ მომენტში. კი. ის თავისი ბედნიერების 100%, ესე რომ ჩავთვალოთ 100%, ჩვენ შეიძლება ვიცოდოთ 200%-ით არსებობას, მაგრამ ჩვენ ის არ ვიცით არსებობს. არ ვიცით, კი, არ ვიცით. ამ პოტენციაში იყო. ხო, მაგრამ ამ გზაზე ის ძალიან კარგად იყო. კი ბატონო, კი, ის იყო ბედნიერი. მე მგონია რომ პრობლემა მაშინ ჩნდება, თუ შენ არჩეულ გზაზე ბედნიერად არ გზნობ თავს, სრულყოფილად არ გზნობ თავს და გაერთიანებულად აი ერთიანად არ გზნობ თავს, გამთლიანებულ პიროვნებად. კი ბატონო. მაშინ აღუქო მე პრობლემად პირად. კი, რა თქმა უნდა, ეგ არის ერთი გზა და მეორე არის ის, რომ ასე ნარკომანიც იცი რა კმაყოფილია, მაგრამ ეს ხო მისი რესურსი, არა, მე ბევრი მინახავს. კმაყოფილი ნარკომანი მინახავს, წლები რო არიან ამ მდგომარეობაში და ამბობენ, რომ ისე მიყვარს წამალი, ჩემთვის უთქვამთ პირადად. ისე მიყვარს წამალი, რომ აი შენთან უნდა ვაღიარო, რომ ცოლზე და შულზე მეტად მიყვარსო და არა, ეგ ერთია, მაგრამ ბედნიერი ვარო. ხო და ეხლა აი რომ თავდება ის მდგომარეობა, რასაც ქვია ნარკოტიკული თხრობა, მე ბედნიერები არიან იმ მომენტში, სანამ თავიდან შევლე. ხო, ნუ ეხლა ნარკოტიკი უკიდურესი მაგალითია, მაგრამ დაუბრუნდეთ მაგ მაგალითს, ხო? რომ ნახე, ჩვენ არ ვიცით ფაქტურად იმან ნაწილობრივ თავისი პოტენცია ჩაკეტა ბედნიერებისაც, პიროვნული რეალიზებისაც, სიხარულისაც, რაღაცა ნეტარებისაც, ყველაფრის, იმიტომ რომ ამოვაგდო ამ ტრამვამ იმ რაღაცა ბუნებრივ რა გზითაც მიდიოდა. და მე არ ვიცი იქ რომ ღირსეული მამაკაცი აღმოჩენილიყო ის ვინ შეუყვარდა ამას და ისინი რო ერთად ყოფილიყვნენ და რაღაცა თავისი ცხოვრების მეგზური ეპოვა როგორ გააგრძელებდა და რას შექმნიდა და საერთოდ სამყაროს რა სიკეთეს მოუტანდა და რა მისია ჰქონდა და ის ამოვარდა ამ კალაპოტიდან. ესმის როგორ არის მაგ ყველა შემთხვევაში, ანუ მაგ შემთხვევაშიც მე რადგან კარმის ძალიან მჯერა და ვიცი როგორ მოქმედებს, მაგ შემთხვევაშიც მგონია რომ ყველა არ მომხდარა, ეგრეთ მოხდა და მისი გზა შეიძლება ეგეთი ყოფილიყო. შეიძლება. კი ბატონო. კი ბატონო. კი. მაგიტომ მაგ ეგეთი აზრები ყოველთვის კი მესმის რომ აი რაღაცა ჰეტეროსექსუალი იყო თავიდან მე რაღაც მოხდა წავიდა მაგრამ ამ გზაზე თუ ნებისმიერ მომენტში თავს ბედნიერად გრძნობდა და არ ქონა რომ აუ ეხა მე იქ რაღაცა რატომ მომიდა და ნეტა ეგრე არ მომსულა და მე ყოველთვის ესეთი განცდა მაქვს. იცი რა, ჩვენ ახლა მეცნიერულად ზუსტად არ ვიცით ეს კარმა მართლა არსებობს. ხო, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. მე ჩემ მაყურებელმა იცის უბრალოდ ჩემ დამოკიდებულება და მაგიტო ვახსენებ. ჩვენ უბრალოდ ახლა უფრო მეცნიერული კუთხით ვეხებით, მაგრამ მე მაინც ვიტყვი ერთ რაღაცას, რომ არის ასეთი ვარაუდიც, რასაც რა თქმა უნდა ზუსტად არ ვიცით, რომ თუ ვაღიარებთ რეინკარნაციას და სულის რამდენჯერმე დაბადებას არის ასეთი მოსაზრება, რომ თუ ზოგჯერ, ოღონდ ყოველთვის არა, ზოგჯერ
როცა სული წინა ცხოვრებაში იყო ქალი და თქვათ ქალი და ეხლა დაიბადა კაცად, ახსოვს სულს წინა სქესი. და შეიძლება ამან ყოველთვის არა, მაგრამ შესაძლოა ამან იმოქმედოს ამ ცხოვრებას. არის ასეთი მოსაზრება. კი ბატონო. მაგრამ ეხლა ამას ხო, ამას ნუ გავყვებით, ხო? აქ კიდე ერთი მაგალითი მაქვს, რომელიც თბილისში მოხდა და ახაც რა თქმა უნდა არც სახელს და გვარს არ ვასახელებთ და ვიცნობ იმ ადამიანს, რომ შეუყვარდა ბიჭს, ახაც ძლიერი სტრესის მაგალითია, შეუყვარდა ბიჭს პირველი სიყვარულია, ძალიან შეუყვარდა გოგო, მივიდა გამოუტყდა ამ თავის გზნობაში და იმ გოგომ საშინლად დაიწუნა და სცინა რაღაც ნუ აი საშინელი. და აი იმ წამსვე ჩაკეტა გოგო ქალი. ყველანაირი ქალი და დღემდე არის მამაკაცთან ერთად. კი. ხო, აი ეს შეიძლება ესეც მოხდეს. შემდეგი მიზეზი ეს არის მიწერია ფიზიკური ძალადობა. ნუ ეხა აი რაც უფრო იქით მივდივართ, ეს პროცენტულად უფრო ნაკლებია, რომ ამან უფრო რაც იყო პროცენტულად მეტი თავიდან ვილაპარაკეთ, ხო, მაგრამ ესეც არის. ფიზიკური ძალადობა. მაგალითად, კარგი გარეგნობის ბიჭია და თბილისშიც მოხდა ესეთი შემთხვევა და სხვაგანაც ხდება, რომ კაცებმა გააუპატიურეს. რამდენიმე კაცმა. ამ თავისი გარეგნობის, მოკლედ, რაღაც მოხდა მიიზიდა, მოკლედ ხდება ხო ყველაფერი. და შემდეგ ხდება ეს ადამიანი ჰომოსექსუალი და ამ გზით შურს იძიებს კაცებზე მთელი ცხოვრება. ოღონდ ამას გაუცნობიერებლად აკეთებს. როგორ ეგრო კარგად აღნიშნე, შურს როგორ იძიებს? იმიტომ რომ საშინელი ძალადობა მოხდა მას თავის ქეზე და მაგით იძიებს შურს. ნახე გაუცნობიერებლად. ხო, იძალადეს მასზე და საშინლად დაამცირეს და გაანადგურეს და გაანადგურა ვინ? კაცებმა. ხო. და მას საშინელი სურვილი უჩნდება შურის ძიების და ყველა კაც ხო ვერ დახოცავს. ხო? და ქვეცნობიერად ის შურს იძიებს, მაგრამ ასეთი ხდება, მაგრამ ქვეცნობიერად ეს არის შურის ძიება აი ამ მომხდარ ძალადობაზე, მთელი ცხოვრება იძიებს შურს და აი იმ მოუშუშებელ ტრავმას აი ასე ოღონდ არაჯანსაღად თითქოს კურნავს და აშუქებს და იმ ტრავმის ფსიქოთერაპიაში ჯანსაღი ის არსებობს გადამუშავება და ისე დაიდება იქ მეხსიერებიდან ვერ წავშლით, რა თქმა უნდა არც უნდა წავშალოთ ეს ჩვენი ცხოვრება, მაგრამ შეიძლება და მაგაზე უმუშაობთ ზუსტად ფსიქოთერაპიაში, რომ ისე დაიდოს ის ტრავმული ეპიზოდი მეხსიერების თაროზე, რომ აღარ იყოს ემოციით დატვირთული, ხო? ხო. ეგეც. მერე შემდეგი მიზეზი ძალიან საინტერესო შოუ ბიზნესის სამყარო, რომელიც არის ძალიან ბრჭყვიალა, ძალიან მიმზიდველი, ძალიან მაღალი შემოსავლით და ესეთი ყველასთვის სანატრელი, ხო? ნუ ერთი შეხედვით, თორე იქ კიდე რა ხდება ეს ალკე თემაა, მაგრამ ერთი შეხედვით მასისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის ასეა, ხო? და ნახე არის შემთხვევები რომ იმდენად უნდა ადამიანს უფრო ბიჭებს ემართებათ ეს, ბიჭებზეა საუბარი, რომ იქ მოხვდეს და იცის, რომ იქ უფრო ესეთები არიან და ძირითადად ესეთები არიან, ეს იცის და ხო, და ესე იგი თავის სინდისთან, თავის ღირსების გზნობასთან მიდის კომპრომისზე, ნუ ესეც რა თქმა უნდა აღზრდის თემაა, რომ ოჯახში ვერ მისცეს ის რაღაც მყარი ღირებულებები, რომელიც ესე იოლად მერე არ ირყევა, ხო? ნუ არ ქონდა ესეთი აღზრდა და ოღონდ ის მიიღოს, სინამდვილეში გზნობს, რომ ეს არ არის მისი, მაგრამ მიდის ამაზე და იქ იმკვიდრებს ადგილს. ყველაფერი რაღაცის ფასად, მაგრამ მას ეს უღირს. მას ეს უღირს. რა თქმა უნდა, არასწორია ეს ყველაფერს თავის საფასური აქვს და ამ საფასურად ეს არ უნდა გიღირდეს. რა თქმა უნდა. მაგრამ მისი გადასაწყვეტია. მისი გადასაწყვეტია და აქაც ჩემი აზრით ფსიქოლოგიური მიზეზია, იმიტომ რომ ის ვერ ეკონტაქტება თავის ღირსების გზნობას და ნახე, ესეც ნაკლებია ყველაფერი, რომ ადამიანი ვერ იქნება ბედნიერი თუ თავისი თავი არ მოწონს. აი სულ რომ მთელი სამყაროს ქონება მისი იყოს. ყველაზე მეტი ძალაუფლება რომ მას კონდეს და მთელი მსოფლიოს ბრძანებელი რომ იყოს, ის ვერ იქნება ბედნიერი. ეს არ გვაბედნიერებს ჩვენ არც სიმდიდრე, არც ძალაუფლება, თუ შენი თავი არ მოგწონს და თუ ძილის წინ სულ აზრები მოგდის, რომ აუ ეს როგორ იქცევი და იმას რა გაუკეთე და ეს რაღაცა და ვაიმე და ისა, ხო? იმას აუცილებლად ძილის წინ ექნება, რომ აი ღირდა ეს ამათ. რატო წავედი ამ
ამის გამო. შეიძლება კმაყოფილი იყოს, შეიძლება ძილის წინ ეს კონდეს ეს შეკითხვები, შეიძლება არ კონდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ის კომპრომისზე წავიდა თავის ნამდვილმესთან, თავის ღირსების გზნობასთან, რომელიც მარგალიტია, აი ამაზე ძვირფასი მარგალიტი ჩვენ არ გვაქვს, ხო, ღირსების გზნობა. სინდისთან და სინდისი, რომელიც ღმერთია ჩვენში, ხო? მან შეიძლება შემოიტანოთ მაგალითად ის, რომ ეს ოჯახიდან მოდის, რომელიც იყო ძალიან ღარიბი. ძალიან როგორც წესი ძალიან ღარიბი. როგორც დედა შეუმდგარი, მამა შეუმდგარი, ყველა შეუმდგარი და მას ერთადერთი შანსი რაც მიეცა, იმიტომ რომ აბა განათლება არ ქონდა, ის არ ქონდა, არაფერი არ ქონდა, ერთ-ერთი შანსი ვიღაცა არ ვიცი. ვიღაცამ შეშტოვა, შენ თუ ამას გააკეთებ, მაშინ შენ მოხვდები ამ როლზე. პირობითად ვიძახი, ხო? და კი ბატონო, მე მოხვდები და მიღირს რა, ხო? და ამიტომ ხო, იმას უღირს. მაგრამ ახლა ეს რამდენად ის არის ჯანსაღი თემა, მაგრამ ხო. ამას ებმება პირდაპირ მეორე თემა, კეთილდღეობის თემა. ეგეთი მინდა გითხრათ, რომ დღეს თბილისში ბევრი შემთხვევებია, რომ ასევე ჩამოვიდა ვიღაც რაიონიდან, არაფერი არ აქვს. აი არაფერი არ აქვს, სადღაც ნაკირავებში ცხოვრობს, სადაც ტუალეტიც ეზოშია და საშინელ პირობებში, იმიტომ რომ ძვირი ღირს ხო, ეს ქირის პულიც არ აქვს და რაღაცა. მაგრამ ბავშვობიდან ოცნებობდა რომ მაღალ საზოგადოებაში უნდა გაერიოს და რაღაცა ბინაც კონდეს მანქანაც აგარაკიც და უცხოეთშიც ისა რაღაც სიარული და ხელმისაწვდომი იყოს ეს ყველაფერი რომ სოფლიოც ნახოს და უცებ იგებს ესეთ რაღაცას და გარეგნობა აქვს კარგი ძალიან და შეიძლება ისარგებლოს ამ გარეგნობით იმიტომ რომ იგებს რომ თურმე არიან კაცები, ცოლშვილიანები, რომლებიც ამას მალავენ, რო ყავთ კაცი საყვარლები, იმათ აცხოვრებენ, ბინას უყიდიან, მანქანას უყიდიან, ყველაფერს აბსოლუტურად უზრუნველყოფენ, ოღონდ უნდა კონდეს მასთან ურთიერთობა. ვიღაცები ამაზე თანხმდებიან. ხო. მათი არჩევანია, მაგრამ ესეც ხო ფსიქოლოგიური მიზეზი, ანუ არ აქვს მას მყარი ის რაღაცა ღირებულება, რაზეც უნდა დაშენდეს პიროვნება, ხო? აი ეს ღერძი, რაზეც შენდება მთელი პიროვნება, ხო? ეს არ ჩანს აქ. ანუ კეთილდღეობა უფრო მნიშვნელოვანია და იგხრება აქეთკენ და ამ საფასურს იხდის, ხო? ნუ მისთვის ღირს ეს საფასური, მაგრამ ჩვენ ცოტა ზემოდან რო დავხედოთ, ალბათ ნამდვილად არ ღირს რა. საკუთარი თავის ღალატი, იმიტომ რომ მანქანა და ის მქონდეს და შენ თუ ნახე ესეთი გამონათქვამი არსებობს რომ მართალი ყველგან გადარჩება. აი ყველგან, ყველა სიტუაციაში შენ თუ შენ თავთან მართალი ხარ, მიაღწევ ყველაფერს. შეიძლება მეტი დრო დაგჭირდეს, მეტი ძალის ხმევა, მაგრამ იმას იმ ოცნებები სრულდება. ხო. და შენ თუ შენ თავს ეკონტაქტები, სამყარო მოდის შენსკენ. ხო, მისმის, მაგრამ აი მაგალითად, ჩემ დამოუკიდებლობას გაგიმხელთ მაგ თემასთან დაკავშირებით, რომ აქ მხოლოდ პიროვნების მყარი ხერხემალი კი არ არის, ჩემი აზრით, მარტო აქ არის საზოგადოებაც რა იცით რა როგორ მატერიალურ სამყაროში ცხოვრობთ ეგრო ცხოვრების ხედვა რომ დღევანდელი დღე გაქვს და მეტი არ გაქვს და დღეს რაც გინდა ის აკეთე და როგორც გინდა ისე იყო ამიტომ ხვალ კი დღევანდელი დღით ცხოვრება სხვა რამეა მაგრამ მარტო დღეს გაქვს და მეტი არაფერი არ გაქვს იქ კიდევ მე სხვანაირად ვუყურებ მაგას რა ხო ანუ საზრის რისთვის ცხოვრობს მაგ ყველაფრის გათვალისწინებითაც რომ თქვა და აი დაუშვათ ყველაზე ისეთი რომ მსხვერპლია ეს ადამიანი, თუმცა მაინც არ ვთვლი რომ მსხვერპლია, მაგრამ დაუშვათ რომ მსხვერპლია, ყველაფერი მსხვერპლია, ოჯახის იმის ბაბავა. მაგრამ აი აქ წავიდა რა, მაინც აი გადააბიჭო ყველაფერს და ამაში რაღაც გადაწყვიტა რომ კაცთან კონდეს სექსუალური ურთიერთობა, იმისთვის რომ კონდეს სახლი, ხო? არ ვიცი, ჩემი შემწყნარებლური ბუნება არის ეგეთი თუ რაღაცა, ხო? მე ყოველთვის ვიზახი რომ მანდაც რომ თუ ის იმ სახლში რომ შევა, კი, თავს იგზნობს კარგად. და არ ვიცი რაღაცით გაიყუჩებს, არიფიქრებს, დაიკინებს, ხო, ესე ვთქვათ, იმ თავის რაღაცას, ხო, შინაგან სიცარიელეს, რომლითაც შეიძლება ეს მაინც ვთვლი რომ დაე. აი თუ გეტყვი ჩემას, შენი აზრიც აბსოლუტურად მისაღებია და მაგაზე გეტყვი ჩემას, რომ ჩემმა პრაქტიკამაც და აი მთელი ფილოსოფოსების და სულიერი ადამიანების გამოცდილებამაც ეს აჩვენა, რომ მაინც არ მოგწონს შენი თავი, როცა სინდისთან მიდიხარ კომპრომისს. რა თქმა უნდა, ბოლოს მანდ მიხვალ ყველა აუცილებლად და მე ამას იყუჩებ ნარკოტიკით. ან დალევით, ან კაზინოში თამაშით, ან რაღაცა ისეთი
განურჩეველი სექსუალური ურთიერთობები სხვადასხვა ადამიანებთან იხუჩებ ამას. ძირითად შემთხვევაში ეგ არის. სიცარიელეს მე ამითი ივსებ. ძირითად შემთხვევაში ეგ არის. ნარკოტიკით და ეს ღამის კლუბის ცხოვრებით და რაღაცა, ხო? ძირითად შემთხვევაში ეგ არის კი. გეთანხმებით. ნამდვილად არის. ხა ჩემმა პრაქტიკამაც ახლა 23 წელია ვმუშაობ. უკვე მაჩვენა, ნამდვილად ეგ არის და ისედაც ხო გძნობს ამას ადამიანი რო ეგრეა. კი, არა, გეთანხმებით, ხო მე ხო ხვდებით რა ვამბობ, ანუ ცოტა სხვა კუთხით ვუყურებ და მაგ კუთხით აი როგორ ვარ იცით რომ რეალურად ამ თემას როცა ვეხებით, ხო? თუ დაასრულეთ და მე რა გეტყვით მაგას რომ არ გადავხდეთ, ხო? სამი მიზეზი და მე მგონი დავასრულე. კი ბატონო. შემდეგი არის რაც არ უნდა გასაკვირი იყოს სიამოვნების თემა. მე მყავდა პირადად მე ესეთი ახალგაზრდა კაცი მოვიდა, რომელიც მეუბნება რომ მე ვერ ვიტან მაგათო. აი მეზიზღებიან, მაგრამ მაქვს ურთიერთობა ესეთი ჰომოსექსუალური. რატომ მეთქი? მე გავოგდი. ესეთი რაღაც პირველად გავიგე ცხოვრებაში. იმიტომ რომ ასეთ ურთიერთობაში მეტ სიამოვნებას ვიღებო და ამან გადაწონაო. ხო, მესმის ფიზიოლოგიურად. მაშინ მე მართლა შოკში ვიყავი. ეს რო გავიგე. მე გამიგია და ამიტომ არ მაქვს არანაირი შოკი, ხო. ეს წლების წინ იყო ერთი 10 წლის წინ და ხო 10 წლის წინ და აი სრული შოკი მქონდა. იგეთი რამეც თუ არსებობდა არ ვიცოდი რომ. მაგრამ მგონია ეგ კიდე უფრო მეტად არასწორი მგონია თუ შენ რამეს არასწორი და როგორ ეგ აი რას ნიშნავს ანუ ჯერ გეზიზღება რას ნიშნავს და რო გეზიზღება მე შენ მაინც და როგორი შინაგანი კონფლიქტია რომ თან თელი გულით მეუბნება რომ ვერ ვიტან მაგას უფრო მგონია რომ ფსიქოლოგიური ჩამოშლა აქვს სრული ძალიან ჩამოშლილია პიროვნებად გესმის რა გაამთლიანებს წარმოიდგინე ხო ძალიან საშინელი შინაგანი კონფლიქტი იყო აი ტანჯვა ეს იყო ჯოჯოხეთი მისი ცხოვრება. ვერც ამას ანებებდა თავს ვერ. ნუ აი ნამდვილი ჯოჯოხეთი მოყვა ადამიანმა. მაგას ჯობია აღიაროს რომ არის გეი და კონდეს ურთიერთობა მაგაცებთან. არა, მაგის აღიარება არ უნდოდა. ეგა ამაში პრობლემა. კი, მესმის. ხო, ნუ ესეთიც ალბათ იქნება და ვიღაცა აქაც ვეხმარებით მინდა გითხრა. ეხლა როგორც ფსიქოთერაპევტი ვამბობ, რომ ყველა, ესე იგი, გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს. თავარია მოინდომოს ადამიანმა და დასვას შეკითხვა, რომ შეიძლება აქედან გამოსვლა, ან მე ამას რა მეიშველება, რომ აქამდე შევტოპე თუ შევწურე და აქედან ეხლა მე ვსიო დავიკარგე თუ მე შემიძლია ნაპირისკენ შეიძლება ყველა სიტუაციაში, რომ ისევ ნაპირისკენ გავცურო და ის შუქურას უანთია და ეგ არის ფსიქოთერაპია. მართლა ვეხმარებით რეალურად. ყველა სიტუაციაში თუ მოინდომა ადამიანმა, ერთადერთი ეს არის საჭირო. ნება. ესეთიც მქონია ჩემ პრაქტიკაში, როდესაც ძალიან დიდრდება ადამიანი და ეს რყმნის მის ბუნებას. უფრო კაცებს ემართებათ. თუმცა მითხრეს ახლა დიდი ხნის წინ არ არის რომ გავიგერო ქალებსაც, მაგრამ ნუ პროცენტულად უფრო კაცებს. ნუ ალბათ ერთეული შემთხვევებია ქალების. ანუ ძალიან დიდი ფული აქვს, ძალიან მდიდარი ადამიანი და იმ ხელა შესაძლებლობები აქვს, რომ შეუძლია ყველაფერი გასინჯოს. ყველანაირ ქალთან ქონდა ურთიერთობა. თუ ცოლის გარდა, რა თქმა უნდა, ცოლს თავისი ადგილი აქვს, იქ ყველაფერის კანის ქალთან. იაპონელი, თუ ვიეტნამელი, თუ კორეელი, არ ვიცი, ყველანაირთან, მოკლედ. მობეზდა ეს ყველაფერი. ისიც სადა ესეც ვირტუალურიც ყველანაირი, მოკლედ. და ეხლა კიდე ინტერესი აქვს და შესაძლებლობებიც აქვს. რატომაც არა, მოდი, ამასაც მოვსინჯავ. რა არის ესეთი? ხო, ეს არ არის გასაკვირი მაგალითი. ეპსტეინი იყო, მე მგონი, ხო, კუნძული თუ რა აღარ მახსოვს გვარი, კუნძული რო ქონდა, სადაც ჩადიოდნენ, ეხლა საქმე ხო დაუნდეს, ხო? კი, ეს რო კი. გვარი სტორად ვამბობ ეპსტეინი. მგონი, გვარი მეც აღარ მახსოვს. კი. ძალიან ცნობილი ამბავია. ძალიან უკვე გახმაურდა. ფულიანი, ესე თქვათ, ფულზე ხო რაღაც ფული რო წარმოგვიდგენია, მაგრამ იმის იქით რომ წარმოგვიდგენია, ალბათ მაგ ადამიანების კუნძული იყო, სადაც ჩადიოდნენ და თავიანთ ამ ხო ეროტიკულ სურვილებს იკმაყოფილებენ, რომლებიც შეიძლება ესე ჩვეულებრივი ადამიანისთვის, რომელსაც არ აქვს ამდენი ფანტაზია, მაგ მხრივ ჩართული წარმოუდგენელი იყოს. ხო, კი. ხო და გახმაურება, ამდენიმე ესე დადის, ასე ვთქვათ, ამბად, რომ რაღაც ის ისეთი რაღაცა ამბები მოყვნენ, რომ იქ ის რაღაცეები ხდებოდა, რომ კაცთან ურთიერთობა მოგონილია. კი და ნახე მე სხეულის მეხსიერება არსებობს, სხეულს აქვს აბსოლუტურად ცალკე მეხსიერება.
აი ჩვილი დედის მუცელში როა 3 კვირის, აი იმ 3 კვირიდან თურმე სხეული ყველაფერს იმახსოვრებს, ყველაფერი ახსოვს. კარგით, სულ რაც იგრძნო, მოკლედ რაც იგრძნო, სხეულს ყველაფერი ახსოვს. ჩვენ არ გვახსოვს, რა თქმა უნდა, მაგრამ სხეული ყველაფერს იმახსოვრებს და ძალიან ძლიერია ეს სხეულის მეხსიერება. და მე იქ რო მიიღო ეს რაღაც სიამოვნება სხვანაირი ხო დაიმახსოვრა ეს სხეულმა, მე კიდე გთხოვს, არის რაღაცა კიდე გინდა რაღაცა და თავისუფლად შეიძლება რომ მე ეს ჩვეულებრივი ამბავიც გახდეს, ოღონდ გამოიწვია მხოლოდ ამან, რომ აი ეს ზღვარგადასული რაღაცა რო გინდა რომ ისიც ნახოს შესაძლებლობა გაქვს, რატომაც არა ისიც და აქ ზღვარს ვეღარ პოულობ და მე უკვე ამის მონახტები. მე უკვე სხეული გთხოვს. თავიდან ეს არის უბრალოდ ინტერესი, რომ რატომაც არა კაცო ერთხელ მოусინჯავ რა არის ესეთი ეს ხალხი რომ რაღაცა ლაპარაკობს და ისა და ესა ხო? და ის ერთხელ მოსინჯვა როგორც წესი, როგორც ნარკოტიკში, ხო, როგორც წესი გარდატეხის ასაკში ერთხელ სინჯავენ, მაგრამ მე აუცილებლად ნარკომანები ხდებიან, ხო? და ყველა ამას ამბობს, რომ რა მოხდა ეხა ერთხელ გავსინჯავ ამ ნარკოტიკს. არ არის ესე მარტივი, ხო, ის სხეული რომ იმ სიამოვნებას იმახსოვრებს, უკვე შენ დამოკიდებულება გიჩნდება და უკვე ამ თავისუფალ ნებაზე სერიოზული დარტყმაა და შენ უკვე ვეღარ აკეთებს იმას, რაც გინდა და რაღაცის დაქვემდებარებაში აღმოჩნდები, ხო? სხვა შორის ამაზე მინდა ვახსენო, ეს ცნობილია და შენც გეცოდინება ეს ვირთხების ექსპერიმენტი რო ჩაატარეს, შეუქმნეს პირობები, აი სით საკვები ყველა კუთხეში არაფერი რომ მოსაპოვებელი არ ქონდათ ეს ცნობილი ექსპერიმენტი, თან ბევრჯერ ჩატარდა და ყოველთვის ერთი და იგივე შედეგი დაიდო. ყველანაირი პირობები ქონდათ და ესე იგი ნელ-ნელა დაიწყო გადაგვარება, დაიწყო დეგრადაცია, ჯერ ჩაგვრა დაიწყეს ერთმანეთის, იქ გალებიშვილებს აღარ აჩენდნენ, რაღაცა ის გამოეყვნენ ისეთები, რომელებიც ხუებს ჩაგრავდნენ. ნუ იქ მთელი ამბები დაიწყო, იმიტომ რომ აი არაფერი მოსაპოვებელი და განსაცდელი, საერთოდ არაფერი, სულ ერთი ტემპერატურა, სულ საჭმელი რაღაცა და ბოლოს ამოწყდნენ. და ერთხელ რომ და ხო და მან დაიწყო ჰომოსექსუალიზმიც. ესეც ძალიან საინტერესო იყო, აი ამ კარგი ცხოვრებამ გამოიწვია, როცა ჩვეულებრივ პირობებში ეს შეიძლება ვთქვათ იქ იმ კონკრეტულ რაღაც იმაში არ მომხდარიყო. და იმდენად ის იყო შოკია ეს ექსპერიმენტი, რომ მგონი ერთი 30 ჯერ ესე მახსოვს, რომ გაიმეორეს და ყოველთვის მივიდნენ იქამდე რომ გაწყდნენ რა, იმიტომ რომ ეწავიდნენ აი ამისკენ. ასე რომ ეს განსაცდელები კარგია ძალიან. ძალიან საჭიროა რომ ჩვენ განსაცდელად. ხო, რა თქმა უნდა გააჩნია, უნდა დაიტიოს ეს ფსიქიკამ, ხო? კი, და ეგ გვაყალიბებს ზუსტად პიროვნებად და არის ესეთი ტრანსი, რომელსაც ქვია არასოდეს არ არის გვიან გქონდეს ბედნიერი ბავშვობა და ვშველით იმ ბავშვობის ტრავმებს ეს იკურნება და ყოველთვის შეუძლია ადამიანს ეს თავისი რესურსები გააღვიძოს და ოკეანე გვაქვს ჩვენ ამ რესურსების, ღმერთია ადამიანი, იგივე ღმერთია, ხო, ღმერთი ვითხრა, შენშია ყველაფერი, მთელი სამყარო, ხო? ანუ ეს არ უნდა დაგავიწყდეს და ეს არაფერზე არ უნდა გაცვალო, შენი ღირსება, შენი ეს ღვთაებრიობა, ეს რაღაც სულიერებისკენ სწრაფვა, სულის თვისება არის განვითარება, სულს არ შეუძლია გაჩერება. თუ ის არ ვითარდება კარგისკენ და არ მიდის ამ რაღაც მარადისობისკენ და სულს უნდა რომ ამ მარადისობას შეეხოს. და ეს არის ყველაზე ძვირფასი ჩვენში, რომ შენ გძნობ, რომ ეს შენში ეს მარადისობა და სულ გინდა ამასთან კონტაქტი, მაგრამ ამას სამწუხაროდ კეტავს ამ ჩვენივე რესურსებს, ხო, კეტავს ეს ტრავმები, ეს სტრესები და წვდომა აღარ გვაქვს ამ ჩვენივე რესურსებთან, ხო? გევეტ. და ბოლო დამრჩა და ბარემ ვიტყვი ამასაც. ესე იგი, ნუ ესეც ალბათ ხშირი შემთხვევა არ არის, მაგრამ არის ეს შემთხვევებიც, რომ ნუ მოგეხსენებათ, ეხლა ძალიან ბევრი ადამიანი დადის ღამის კლუბში, მე ბევრი ვიცი სხვათა შორის, აი ჩემი კლიენტები, რომ ესე იგი, სრულიად ფხიზელი ცეკვავენ მთელი ღამე და საერთოდ არ ჭირდებათ ამისთვის არც რაღაც კლუბური ნარკოტიკის მიღება, არც სასმელის მიღება. აი ერთ ჭიქასაც არ სვან, ბევრი ვიცი ესეთი გოგოც და ბიჭიც, რომლებიც მოდიან და მიყვებიან, რომ ისე კარგად გავერთე და ის მთელი კვირა რომ დავიღალე იმ სამსახურში ამ ცეკვით მოვიხსენი ეს სტრესი და აბსოლუტურად ფხიზელი ვიყავი. და ძალიან კარგია რომ ეს არის, ეს ბევრია უკვე ასეთი, მაგრამ ყველა ასეთი ხო არ არის, ხო? ამ ღამის კლუბებში, ნუ ძირითადად იღებენ მაინც რაღაც სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებს, სასმელს და ასე შემდეგ და არის შემთხვევები, რომ აი ამ ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ქონიათ თავის სქესთან, ესე იგი, რაღაც ესეთი ჰომოსექსუალური ურთიერთობა, ამის ზემოქმედების ქვეშ
საპირისპირო სქესთანაც ხშირად არის მინდა გითხრათ და ფეხმძიმდებიან კიდევაც ეგეთი შემთხვევაც ვიცი ერთი შეეხებით, მაგრამ არის ესეც და ისევ მე არის ეს რომ ესე იგი ვეღარ მე ეს ნარკოტიკის ზემოქმედება იყო შენ იქ მიხვდი რომ თურმე ესეთი ხარ თუ რაღაცა ესეთი მსგავსი თუ ეს ნარკოტიკმა იმოქმედა თუ ეს შენ ნამდვილი ეს ხარ თუ რა ხარ და საერთოდ იბნევა ადამიანი ამიტომ ჯობია რომ ფხიზლად შევხედოთ ამ ცხოვრებას ხო თუმცა ის რა თქმა უნდა ზომიერად ვინ უარყოფს ან ღვინის დალევას ან რაღაცა ზომიერად რომელიც პირიქით რაღაცა განტვირთვა არის აბსოლუტურად ის არის ჭირდება ადამიანს გარკვეული დოზი თუნდაც ქართველებს რომ ეს ერთი რამდენიმე ჭიქა ღვინო დავლიოთ მაგრამ აქ ხო ამაზე არ არის ლაპარაკი ხო არა ზომიერებაზე ხო გადამეტებულ იმას ვსაუბრობთ ხო იცით რა მინდა რომ თუ დაასრულეთ მე დავასრულე კი როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ ამ ქვეყანაში რასაც საქართველოს ქვია რომელსაც ძალიან გრძნობიარე მარტივად რო ვთქვა ოღონდ გრძნობიარე დამოკიდებულება აქ ამ თემასთან დაკავშირებით და მოსახლეობის დიდი ნაწილი საერთოდ უარყოფს რომ არსებობს ჰომოსექსუალი ადამიანი და ჩვენ ვიცით ძალიან ცოტა ხნის წინ მოხდა ისეთი კადრები რომ ანუ დღემდე ახსოვთ ადამიანებს ხო იქ უნდა ითქვას რომ იყო ეკლესიის მხრიდან იმის მხრიდან ანუ ყველა ძალიან როგორ ვთქვა, ადამიანს კლავენ მაგის გამო. კი, რა თქმა უნდა, ბევრი შემთხვევა რომ მოკლეს. ძალიან გვიჭირს ამისი მიღება ადამიანებს. და როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობთ, მე გითხარით კიდე ძალიან თითქოს ბეწვის ხიდია ერთის მხრივ, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ჰომოსექსუალები საერთოდ არ არსებობენ, ისინი იფიქრებენ, რომ აი ხო გითხარი. ადამიანები, რომლებიც ჰომოსექსუალები არიან, ისინი იტყვიან, რომ აი ესენი რეებს ლაპარაკობენ საერთოდ მე ესეთი ვარ რა ჰომოსექსუალი ვარ და ისეთი თქვით რომ დაახლოებით მოსახლეობის 10% ესეა იბადება ასეთი და ახლა არ ვეხებით ხო მე იცით ეს ჩვენ მინდა იმ ადამიანებისთვის და ამ ადამიანებისთვის და ყველა ადამიანებისთვის ჩემთვისაც აი რომ ამობენ ხოლმე რომ ხალის უფლებები კაცის უფლებები ჰომოსექსუალის ჰეტეროსექსუალის ჩემთვის არის ადამიანი ისიც ადამიანი ესეც ის ყველა ადამიანი ყველა ადამიანის უფლება არის და არა ჰეტეროსი და ჰომოსექსუალი ყველას განვიხილავთ თანაბარ ადამიანს არანაირი ძალადობა ძალადობის გარდა იცით რომ რა ვფიქრობ რომ იმ 15 წლის ბავშვმაც რა თუ გადაწყვიტა გოგო და გადაწყვიტა რომ ბიჯი იყოს იმ მომენტში არავის არ აქვს იმისი უფლება, რომ ამის გამო ან შეურაცხყოფა მიაყენოს, ან ცემოს, ან რამე ბულინგის მსხვერპლი იყოს. ეს ისეთივე რაღაც გზა არის მის ცხოვრებაში, როგორც ჩემთვის არის ის გზა, რომ პირობითად მედიტირებ და თუ არ მედიტირებ, სიტყვაზე ვიძახი, ამ მედიტაციას ვაკეთებ და თუ იმ მედიტაციას ვაკეთებ. ეს არის საკუთარ თავის შეცნობა, რაღაცნაირი გზა, რომელიც არ ვიცი მისმა სულმა თუ მისმა ხელმა თუ რაღაცამ გადაწყვიტა რომ ეგ უნდა გაიაროს რა და არავის არ აქვს იმის უფლება უთხრა რომ შენ ცუდი ხარ ამ გზას რო გადიხარ და მოდი ამის გამო უნდა დაგჩაგრო ხო ან რაღაცა გაგიკეთო ისეთი რომელიც ყველანი ვართ თანაბარი ადამიანები ყველა იმ გზით რომელსაც გავდივართ რა ეს უბრალოდ ძალიან მინდოდა რომ მეთქვა ხო რადგან არის ჩემი პოდკასტი და მაგას დავამატებ როგორც ფსიქოლოგი ხო აბსოლუტურად გეთანხმები უბრალოდ ნახე ის გაღიზიანებაც რაც არის ხოლმე და უხეში და ისეთი ძალადობრივი მოპყრობა ამ ადამიანების მიმართ ჩემი აზრით უფრო გამოწვეულია იმითი რომ ძალიან დიდად მიდის ამის პროპაგანდა და ამაზე აქვთ გაღიზიანება ხალხს და ამას აპროტესტებენ რომ მართლა დიდი დოზით არის პროპაგანდა არა მარტო ჩვენთან მთელ სოფლიოში ხა ეს ვაღიაროთ რა არა პროპაგანდა შეიძლება არის მაგრამ ის ნახე აი ერთი წუთი და ამ პროპაგანდას ძალიან იოლად ექვემდებარება მოზარდი ის არის ძალიან მერყევი, ჯერ არ არის ჩამოყალიბებული. და აი უფრო ჩემი აზრით ამის მიმართ არის პროტესტი, რომ რატო არის ამ ხელა პროპაგანდა მოზარდი დაიბნა და რატო არ არის თუნდაც ասეთი გადაცემები, ან ასეთი პოდკასტები, ეხა ჩვენ როგორც ვსაუბრობთ, შვიდათ ამ თემაზე. მესმის, მაგრამ ნახეთ პროპაგანდაზე არ ღიზიანდება ის ხალხი. მე მქონია საუბრები და მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ხალხი იმაზე კი არ ღიზიანდება, რომ პროპაგანდა და კი პროპაგანდა არის, მულტიკებში, ფილმებში ყველგან არის შემოსული, მაგას არავინ არ უარყოფს. არის მესმის, მაგრამ
ამაზე კი ღიზიანდება. ეს ხალხი ღიზიანდება იმაზე, რომ საერთოდ რო არსებობს ეგ. ხო, ეს უბრალოდ არის უკვე სიბნელე და გაუნათლებლობა. ხო და ეს ძალიან დიდი ნაწილია ჩვენი ზოგადოების. არის მართლა იბადება ასეთი ადამიანები. ეს უბრალოდ არიციან და ეს უკვე ხა მართლა გაუნათლებლობაა, რომ მართლა იბადება ასეთი. მესმის და იმაზეც მე ისეთ რესით მომინდა, კარგად მინდა რომ ჩამოვყალიბო ჩემი სათქმე. და ცხოველებშიც არის. ის ცხოველებშიც არის და ყვავილებშიც არის მე როგორც ვიცი, იცი? ვარდებშიც არის ეგეთი რაღაცა, რომ ალბათ არ ვიცი, ხო. და ადამიანებიც რაღაცა პროცენტი ასეთი იბადება და ეს უბრალოდ არ აღიარებენ და არ ცნობენ ამას და ეს ნუ ხა უბრალოდ გაუნათლებლობა. ხო, მაგრამ ისიც რესით თქმა მინდა კიდე პლუს ამას პროპაგანდა არის შევთანხმდეთ, უბრალოდ ეს მომენტი ოდნავ გვერდით გადავდოთ და ვთქვათ ის რომ ვიღაც 15 წლის ბავშვი რო იტყვის რომ ჰომოსექსუალი ვარ, გეი ვარ ან ლესბოსელი ვარ, არ შეიძლება იმას უთხრა რომ შენ ადამიანი არ ხარ. აი მე როგორ შეიძლება და შენ არ არსებობ და ეს ხდება ჩვენ საზოგადოებაში მაგისი თქმა მინდა. ეს არის კატასტროფა. ანუ ის ადამიანი ეშინიათ რომ მშობლებს უთხრან და ძალიან მე უფრო სისულელეებს აკეთებენ. მაგას ვამბობ. ხო, ეგ ძალიან და მშობლებიც ვერ იგებენ ამას და ზოგჯერ სახლიდან აგდებენ და რაღაც ნუ ეს რა თქმა უნდა დაუშვებელ პირიქით მაგ დროს უნდა დახმარება, თანადგომა, გვერდში დგომა რომ რაღაცა გაარკვევს თუ გასარკვევი აქვს და არ ვიცი ყველაფერი. ამ ხრივ მართალი ხარ, ანუ ასამაღლებელია რაღაც აი ძალიან თუნდაც აი უნდა იყოს სწორი ლიტერატურა, სწორი გადაცემები ამ თემაზე, არა პროპაგანდისტული, არამედ უბრალოდ რეალური, აი რაც უნდა იცოდეს მშობელმა. ფაქტებზე დაფუძნებული, რაც უბრალოდ უნდა იცოდეს მშობელმა და არა მარტო მშობელმა, იმ მოზარდმაც. ხო, და იცო ეგ კიდე ერთხელ მომიტევს ზოგადად გარემოს არასიჯანს აღაზე, რაც ჩვენს გარშემო ხდება, იმიტომ რომ ხანდახან იმ მშობელშება ძალიანაც უნდა თავის შვილს რომ გაუგოთ და უპირობოდ მიიღოს იმ სიყვარულით, რომ აი შენ ესეთი ხარ, როგორიც ხარ და ამ დროს გარემო ეუბნება, რომ არა, შენ შვილს ესეც ვერ მეიღებ. ხო, ვიცით, ახლა ჩვენ მაგაში ვცხოვრობთ. რომ სხვისი აზრის გათვალისწინების გამო ბევრი რამე სხვანაირად ხდება უშუალოდ ოჯახში რა. ამიტომ ეგ რაღაცნაირად ჩემი გულის ტკივილი არის ზოგადად ამ თემასთან მიმართებითაც და ზოგადად ჩვენი საზოგადოებისთან მიმართებად მართლა გული მტკივა ხოლმე რომ არის ნამდვილად შესაძლებელია ცალსახად. თუმცა იმის თქმაც მინდა რომ მედიცინაც ძალიან ცოდავს, როცა ძალიან ადრეულ ასაკში უფლებას აძლევენ რომ ჰორმონები მიიღონ და უცბად თქვა ბავშვმა რაღაცა და უკვე ნებას აძლევენ რომ დაიწყონ ეს ჰორმონალური ეს არაფრით არ შეიძლება გარკვეულ ასაკამდე. იმიტომ რომ იქ არ არის მთელი რიგი ფაქტორები გათვალისწინებული რა. ანუ ეს საკითხი ძალიან დღეს რაც არის ძალიან არაჯანსაღად არის. ყველა მხრიდან აბსოლუტურად ყველა. ხო, ანუ აი მართლა ამ ეს თემა რომ შემოვთავაზეთ, ძალიან ბევრი ვიფიქრე რა თავიდანვე რომ იმიტომ რომ არ მიგულება, არა მხოლოდ საქართველოში, კი არა, სოფლიოში არ მიგულება. ასეთ ეს თემა განხილული იმდენჯერ და იმდენჭრილში, როგორც ან რავი, არ ვიცი, ალბათ რელიგია შეიძლება განხილული იყოს და მეორე ეს რომ აი ჰომოსექსუალიზმი არსებობს, არ არსებობს, ის არის ესეთია. ხო, ძალიან საინტერესო იყო ეს თქვენი დაკვირვებიდან გამომდინარე პრაქტიკიდან დაფუძნებულია ეს თემები, რაც წამოწიეთ და მადლობა მაგისთვის. შენ დიდი მადლობა რომ დამთანხმდი ამ თემაზე. ხო, მგონია რომ აქაც ბევრი დისკუსია შეიძლება წავიდეს კომენტარებში და საინტერესოა მაყურებლის აზრი ყველაფერთან მიმართებით, მაგრამ აი სულ ბოლოს ისევ იმითი დავხურავ ამ ეპიზოდს, რომ მადლიერებით, რა თქმა უნდა, თქვენი და მაყურებლის მიმართ და იმითი, რომ ყველა ადამიანი თავისი ყველა თვისებით, ყველა გამოვლენით არის მიღებული, დანახული და მხოლოდ სიყვარულის არ ვიცი რაღაც ფერებში ჩასმული რა, როგორიც არ უნდა იყოს. სიყვარულის გარდა არ არსებობს საერთოდ არაფერი და ერთადერთი გზაა სიყვარული ადამიანების. მეტი გზა უბრალოდ არ არსებობს. ნუ შეიძლება ჯერ ამას ვიღაცა ვერ ხედავს, მაგრამ ეს ერთადერთი გზა არის და ზუსტად მაგაზე ვსაუბრობთ ჩვენც. მადლობა. და ბოლოს შემოყრებულს ნაბუთხრა რომ თუ სულ პირველად უყურებთ ცოდის მოყვარე პოდკასტს, გამოიწერეთ ცოდის მოყვარე პოდკასტის არხი YouTube-ზე და არ დაგაუწყდეს ზარის ღილაკიც, იმიტომ რომ არ გამოტოვებთ შემდეგ ეპიზოდს და თქვენ გახდებით ჩვენი დიდი ოჯახის წევრი და თუ ხშირად გვიყურებთ, თვითონ ვიდეოს მოწონებით ძალიან დაგვეხმარებით და თქვენ უკვე ეს იცით. მადლობა.